საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუფიაშვილი. გახარია საგამოძიებო კომისიაზე. დღეს მთელი ყურადღება სწორედ ამ დისტანციურად გამართული კითხვა-პასუხის მიმართ იყო მიპყრობილი, სადაც გახარია ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს პასუხობდა. რა თქმა უნდა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ შეკითხვები ძირითადად ჩორჩენას საგუშაგოს შეეხებოდა, სადაც გახარიას უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი გადაწყვეტილებით არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიის არ დაკარგულა. გახარია ამტკიცებს, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაშინდელ სუსის უფროსსაც და მის მოადგილესაც. ყოფილმა პრემიერმა სკანდალური რამ თქვა გამოკითხვაზე, რომ არსებობდა გეგმა, რომლის თანახმადაც არათუ ერთი 7 ქართული საგუშაგო უნდა შექმნილიყო და მანამ სანამ გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობდა, ანუ ის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერად გადაყავდათ, ვიღაცებმა დრო იხელთეს და გეგმა შეცვალეს. შესაბამისად, იქ სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, ის ტერიტორია ოკუპანტებმა დაიკავეს. ამ თემაზე კი გახარიამ კომისიის წევრებს ვახტანგ გომელაურისა და გრიგოლ ლილუაშვილის გამოკითხვა ურჩია. ტოლკიანმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ თუ გახარიას შემდგომში პროკურატურაში დაიბარებენ, ეს ალიბი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რაც და შესაბამისად, რაც კომისიას დღეს მოუყვა, შეუძლია სახლში დატოვოს, რადგან არ გამოადგება როგორც ჩანს, ამ ამბავს სწორედ ეს გაგრძელება ექნება. გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გვერდება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიტყვი, რომ თქვენ სტუდიაში უნდა ყოფილიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაგრამ როგორც ვიგებთ, დედაქალაქში ფაქტობრივად ასე ვთქვათ, კოლაფსია სატრანსპორტო და ძალიან ჭირს გადაადგილება. ამიტომ ამჯერად დავკმაყოფილდებით ასეთ დისტანციურ საუბარს. სწორედ ამ თემით მინდა თქვენთანაც დავიწყო საუბარი, გულისხმობ გიორგი გახარიას მეორედ გამოკითხვას, ამჯერად დისტანციურად და გახარია ამ შემთხვევაში ქვეყანაში არ იმყოფება. პირდაპირ გაუჟღერეს კომისიის წევრებმა, რომ გახარია გაექცა პასუხისმგებლობას და მართლმსაჯულებას, თუმცა როგორც ყოფილი პრემიერი ირწმუნება, ის ააპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ჩორჩანას თემაზე მინდა გკითხოთ ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ დღეს ჩვენ აი ამ საჯარო განხილვის ფარგლებში. აი როგორ ფიქრობთ, მაყურებელი, ობიექტური დამკვირვებელი გაიგებდა თუ არა რამეს ამ სხდომებიდან, რეალურად რა მოხდა ჩორჩანაში? საღამომშვიდობის საფარდონო მავნე შენით თქვენს მაყურებელს უკაცრავად რომ ასეთ ტექნიკური მოწესრიგების გამო არა ვარ ახალ სტუდიაში უბრალოდ უფრო დინამიური საუბარი გვექნებოდა მომავალში მოახერხებთ ახლა რაც შეეხება ამ თემას ახლა ვიქცეთ ახლა როგორ სიტყვით რა თქმა უნდა ვიპასუხოთ ამ თემაზე სასაუბროთ ნამდვილად არ განწყობილი ერთი თქვენი ციტა ჩვენ ევროპული კომისიას აღიარებთ, ეს არის საქართველოს პალატის კომისია. ეს არის კომისია, რომელიც შექმნა უკანონო პარლამენტმა რუსების დავალებით იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო დაადანაშაულონ რუსეთ-საქართველოს ომში. და რუსეთს მოწმინდონ თავისი სისხლიანი ხელები. ეს ჩვენ კარგად დავინახებთ ამ ევროპული კომისიის საქმიანობის დასაწყისში რა იყო ამის სუნეტი კარგად დავინახეთ თუნდაც სათაურში რომ ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ გაუქმება და ჩვენი რეგისტრაციის გაჩერება და აკრძალვა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის სურთ ეს არის მათი ამასამენ და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით არის სწორედ ის პარტია რომელმაც არ დაუთმო საქართველოს რუსეთს, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ ერთი პრეზიდენტ სააკაშვილმა არ დატოვა საქართველო, როგორც ეს შემდეგ დაადათა ზელენსკიმ, როდესაც მას თავაზობდნენ საქართველოს დაეტოვებია, იმიტომ რომ ხონათელი იყო საქართველოს სამხედრო კონფრონტაციაში დამარცხდებოდა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შემდგომ მან და ფერმა გუნდმა
მოვახერხებთ როგორც საზოგადოების მობილიზება, ისე ქართული ჯარის შესაბამის მომენტში მობილიზება, რომელმაც გმირული წინააღმდეგობა გაუწია ამ მტერს და ასევე საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ამ სამმა ფაქტორმა განსაკუთრებით გამოყოფ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეექვსე ფლოტი გამოაგზავნოს, ლაპარაკობ ჩვენი ჯარისკაცების ერაყიდან ჩამოთვლა და სხვა სამხედრო ხასიათის კონკრეტულ მოქმედებებს, რომელსაც სხვათა შორის ახლა მიარ აქვს უკრაინასთან მიმართებაში მაშინ ეს მოხერხდა, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრეზიდენტ ბუშის კონტაქტებიდან გამომდინარე და პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიურობიდან გამომდინარე, ამან გადაარჩინა საქართველო, რომ ხოლმე რუსეთისა, რა თქმა უნდა, ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ გარკვეული რაოდენობა ტერიტორიებისა, მაგრამ საქართველო როგორც დამოუკიდებელი სუვერენი სახელმწიფო გადარჩა და ჩვენ გავაგრძელებთ. ბატონო გიორგი, მესმის აბსოლუტურად თქვენ ისე ვიხსენებთ 2008 წლის მოვლენებს. შეიძლება სხვა შემთხვევაში ეს იყო ომი, ეს არ არის მოვლენები არაგერ ხუჭა. ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, ხო? ანუ მოვლენებს გულისხმობ კონკრეტულ ასე ვთქვათ ეპიზოდებს იხსენებდით, სწორედ ხა. ძალიან შორს ვარ მე იმ პოზიციისგან, რომ ის ჩვენთვის ძალიან მძიმე ისტორიული თარიღი რაღაცნაირად ასე ვთქვათ გავაუფასოს. სხვა რამ მინდა კითხოთ. მესმის, მაგრამ სხვა აი გისმენდით, მაგრამ სხვა რამ მინდა კითხოთ. სხვა შემთხვევაში დღევანდელი კომისიის ხდომა რომ ყოფილიყო გახარიას და ქართული ოცნების წევრების რაღაცა ძველი წყენების შიდა დაპირისპირების თუ მათი რაღაცა შიდა კულუარული ამბების გარეთ გამოტანის და ურთიერთ დადანაშაულების მცდელობა არც მექნებოდა არც ვიფიქრებდი რომ თქვენთვის ამაზე შეკითხვა დამესვა მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხს, ანუ ერთ დროს ერთი გუნდის წევრები ერთმანეთს აბრალებენ, რომ იყო რაღაცა საბოტაჟი, გეგმა, რომლის მიხედვითაც მილიონი კვადრატული მეტრი საქართველოს ტერიტორიისა, კუთვნილი ტერიტორიის ანუ დაიკარგა, გულისხმობ, რომ მასზე ეფექტური კონტროლი დაკარგა სახელმწიფომ, არის თუ არა ეს ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც ალბათ სხვა ობიექტურ პირობებში სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული. თქვენ გეკითხებით, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, მე მაგას მოგახსენებთ და მათ შორის თქვენს ეთერში არაერთხელ ვთქვამს, რომ ამ რუსული მოღალატური კრიმინალური რეჟიმის პირობებში 2012 წლის შემდეგ ხას უთქვა საქართველოს ტერიტორიები ოკუპაცია, დროებით ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები აუცილებლად დაბრუნდება მთლიანად საქართველოს, ამაში დარწმუნებული ვარ საქართველოს დაიბრუნებს. 2012 წლის შემდეგ ივანიშვილის მოღალატურმა რეჟიმმა პრაქტიკულად ჩააბარა რუსეთს 50 მილიონი კვადრატული მეტრი შეაგებინებოდნენ კვადრატულ მეტრებში რატო ამბობო ეს არის დაახლოებით არაერთხელ მithქვამთ თქვენს ეთერში ორი ქალაქის ცხინვარი რო ავიღოთ და ერთი ქალაქის სოხუმი და რომ გავაერთიანოთ აი ადამიანებმა რომ წარმოიდგინონ ამ კვადრატულ მეტრებში რო არ ვილაპარაკოთ რამხელა ტერიტორიაზეა ლაპარაკი 2012 წლის შემდეგ და ეს რეჟიმი ლაპარაკობს რომ ჩვენ 2012 წლის შემდეგო არც ერთი კვადრატული მეტრი ოკუპირებული არ აქვს ეს წლებია 12 წელიწადია ლაპარაკობენ, ხო? რა თქმა უნდა. არა, მარტო ამას არ ლაპარაკობენ, ისინი ამბობენ, რომ 2008 წლის ომის დროს დაიკარგა ათეულობით სოფელი, შესაბამისად ან მოხდა ოკუპაციაში მოექცა და 10,000-ობით ჩვენი მოქალაქე გახდა დამატებით დევნილი. კი ბატონო, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაგაშია საქმე, რომ ჩვენ მაშინ ვიბრძოლეთ, ვიომეთ, საქართველოს კი არ დათმო. და ესენი აი აბსოლუტურად ეს გინდათ ამდენი კვადრატ მილიონი გინდათ კი ბატონო თავდახილები არიან მაგაშია საქმე რომ არ ვიბრძვით ამ თითეული გოჯი მიწისთვის იმაზე კი არ არის საუბარი რომ ომი დაუწყოთ რუსეთმა არ გადაიხადა ამისთვის ამ 50 მილიონი კვადრატული მეტრისთვის ორი ქალაქის ცხინვალისა და სოხუმის ხელა ტერიტორიისთვის არც ეკონომიკური ფასი არც დიპლომატიური ფასი არც პოლიტიკური ფასი არანაირი ფასი არ გადაიხადა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ ებრძვის. ეს ხელისუფლება
იმ პოლიტიკას კი არ ატარებს, რომ არ გააღიზიანო. არ გააღიზიანება არის სწორი პოლიტიკა. ხელოვნურად არავინ არ უნდა გააღიზიანო. არც რუსეთი, არც ჩინეთი და არც ბურკინა-ფასო. ხელოვნურად ვინმე რატო უნდა გააღიზიანო. ეს არის კოლაბორაციის პოზიცია, პოლიტიკა. ეს არის ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა, რასაც ესენი ახორციელებენ. აი, ამაზეა საუბარი და ამ პირობებში მოხდა, როდესაც რუსეთს არაფერი ფასი ამისთვის არ გადაუხდია. აი ესე ფეშქეშად მისცეს პრაქტიკულად საჯირო. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი კონკრეტულად ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი, ანუ რა მოხდა, რატომ მოხდა ისე, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც აი რა ვიცი, გასამეორებლადაც ძალიან ძიმი არის, იმ ტერიტორიებზე, სადაც უნდა განთავსებულიყო 7 ქართული საგუშაგო, საგუშაგოები მოაწყვეს ოკუპანტებმა. ეს საკითხი ფიქრობთ, რომ დამატებით შესწავლას და კვლევას საჭიროებს? ყველაფერი, რატომ მარტო 1 მილიონი კვადრატული მეტრი გაწუხებთ? ამ შემთხვევაში რადგან ჩორჩანაზე ვსაუბრობთ? 1 მილიონს ედავებიან თავისივე ლიდერს, რომელიც რა იყო რაღაცა წინვალე თუ რაღაცა რა განუმეორებელი თუ რა ვიცი რა ეთეთებს სუპერძალოვანი და რეებს ამბობდნენ, ხო? თვალები რო დათხარა 20 ივნისს, იმის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს და იმანო სხვამ დაგანიშნიაო, ანუ თვითონვე ამბობენ, რომ ვითომ საქართველოს მტრულმა ძალებმა მათ აიძულეს საქართველოს მტრობა ჩაედინათ. ანუ თუ იცოდნენ, რომ მტრების წარმომადგენელი იყო გახარია, თვითონ მტრობა რატო ჩაიდინეს? ვერ უფიქრდებიან, რომ თავისივე საბრალდებო დასკვნას ლაპარაკობენ, ხო? ამიტომ 1 მილიონზე კი არა, 50 მილიონზე მოხდება აუცილებლად ლაპარაკი. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე მოხდება ლაპარაკი შემდგომი ხელისუფლების დამოუკიდებელი პროკურატურის და შემდეგ დამოუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლეების მიერ. პოლიტიკოსები არ განვიხილავთ ამ საკითხს, როგორც ახლა აკეთებენ პოლიტიკურ სასამართლოს. არა, ამას განვიხილავს ასეთ საკითხებს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საკითხებს, საქმეებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის საკითხებს განვიხილავს მოსამართლეები. და ისინი გაასამართლებენ ამას, არა 1 მილიონი კვადრატულ მეტრ ოკუპირებულზე, 50-ზე. და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე, კონსტიტუციის დარღვევაზე პირდაპირ ესე უტიფრად და ყველას დასანახად, რომ სადაც წერია კონსტიტუციაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს და გამოვიდა ივანიშვილის ეს მონა და თქვა, რომ ვაჩერებთ ამ პროცესს. ვინ მიცა ამის უფლება? აი ამ კონსტიტუციის დარღვევისთვის, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატისთვის და 2012 წლის შემდეგ ასე უბრძოლველად, ასე უდრწვინველად და თავდახრილად რუსებისთვის ფეშქესად მიცემისთვის 50 მილიონი კვადრატული მეტრის მიწისთვის ყველანი გასამართლებია და თქვენ გაქვთ ხო, თუმცა მანამდე გაქვთ თუ არა ბატონო გიორგი მოლოდინი, რომ აი ეს პროცესი კონკრეტულად საგამოძიებო კომისიაში გახარიას მონაწილეობა, რომელსაც თქვენ არაერთხელ თქვენც და სხვა თქვენი კოლეგა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოუწოდებდით, რომ არ მიეღო მონაწილეობა კომისიაში, მეორედ დაბარების შემთხვევაში კიდევ ერთხელ მოუწოდებდით, მით უმეტეს საქმე იყო უკვე გამოძიება იყო დაწყებული პროკურატურაში. გაქვთ თუ არა, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ სწორედ გახარიას დაპატიმრებით დასრულდება? ამ რეჟიმისგან ყველაფერს მოლოდინი, ამ რეჟიმს რაც აწყობს, ყველაფერს გააკეთებენ, არაფრის სინდის ნამუსი მათ არ აქვს, არ აღელვებს აქ კონსტიტუცია, არ საქართველოს კანონმდებლობა, ივანიშვილის ჯიბეში აქვს საქართველოს პარლამენტის, მთავრობაც, პროკურატურაც, სუსიც, სასამართლოც, ასე რომ რა დაჭირდებათ, ყველაფერს გააკეთებენ. მათ წითელი ხაზები ყველაფერში, ყველგან პრაქტიკულად ძირითად მიმართულებებზე დიდი ხანია. თუმცა დღეს რასაც უყურებდით, ერთმანეთს აბრალებდნენ, ვის უფრო მეტი ნაციონალი ყავს პოლიტიკურ გუნდში და პირდაპირ უთხრეს გიორგი გახარიას, რომ ის თქვენთან არის კოორდინაციაში თუ შეკრულია თქვენთან. არანაირი ნაციონალი არ აყავს, ხშირად ზოგი იმეორებს, ანუ სხვა პარტიების წარმომადგენლები იმეორებენ ამ სისულელეს. ნაციონალური მოძრაობის დროს, რომ ვიღაცა სადღაც ხელისუფლებაში მუშაობდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ან ჩვენი გუნდის წევრი. ეხლა მაშინ უნდა გამოაცხადო ყველა ადამიანი დღეს კოცად, ვინც კი სახელმწიფო სამსახურშია და ასე ხო არ არის რა? ხო? შესაბამისად, ჩვენი გუნდის წევრები ისინი არც ერთი არ ყოფილა. ერთმა ორმა
ვიღალატა რომელიც წავიდა პირდაპირ გადავიდა ეს 2012 წელს დამარცხების შემდეგ გადაპორტირდა მკოცებში დანარჩენი ვინც ახლა ინიშნება ისინი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები არასდროს არ ყოფილან ასე რომ არანაირი ნაციონალი და ნაცი ამ ხელისუფლებაში არ არის მათ შორის არც გახარია არის თქვენთან ასე ვთქვათ პოლიტიკურ კოორდინაციაში კოორდინაციაში როგორ არ არის კოორდინაციაში ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვარ მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან რომელიც მანამდე კოცების მიერ იყო არჩევნების გაყალბების გზით 2018 წელს დასმული ამ პრეზიდენტის სავარდოზე და ლაპარაკობდა ამბობდა რომ საქართველოს დაიწყო ომი მაგრამ ჩვენ ყველასთან თანამშრომლობთ სხვა გამოსავალი რა გვაქვს ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ ვინც კი ახლა მაინც სწორ პოზიციაზე დადგება ეს არის სხვა შორის მიგვირს თუ დარჩა ამ დრომდე ეს რომ გეთქვათ ახლა ერთი თვის წინ ორი თვის წინ მით უმეტეს ნახევარი წლის წინ ახლა რამდენად არ გამიკორდებოდა მაგრამ როდესაც ახლა ამბობთ რომ გახარიას პარტიასთან ჯერ კიდევ დარჩა ნაციონალურ მოძრაობას საკითხები რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოთ კოორდინაციაში ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს გამომდინარე მათი პოზიციიდან გულისხმობ თუნდაც თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასთან და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. ჩვენ რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ადგილობრივი არჩევნები 5 ოქტომბერს არ ტარდება, ის ტარდება სპეცოპერაცია, ამიტომ ვინც მიიღებს იმაში მონაწილეობას, ის იქნება ქართული ხალხის მოღალატე და კოცების საქმის დამტკიცებელი, ვინც არ უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება ნებისმიერ სხვა პარტიას, თქვენ დასახელებულს და სხვას, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლობთ, ვინც კი ოდნავ მაინც რამეს კარს გააკეთებს. სულს გააკეთებს, შესაბამისად ენის მოჩლეთის გარეშე შევაფასებთ როგორც შესაძლებელია. ანუ მანამ სანამ 4 ოქტომბერი არ მოვა და აი ასე ვთქვათ არ დაინახავთ უშუალოდ ხომ რომ გახარიას პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მანამდე მათთან კოორდინაცია, რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით თქვენთვის იქნება მისაღები, ანუ თქვენ ამბობთ რომ ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას არის ხალხის მტერიო თუ ქვეყნის მტერიო, ხო? ღალატს ჩაიდენს თქო გითხარით, ღალატს ჩაიდენს თქო და რაც შეეხება ყველა პარტიასთან, ვინც კი საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული ჩვენთან ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებში ყველასთან ვითანამშრომლებთ ვინც კი აქ ადგილზე იტყვის რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი და მოღალატეური რეჟიმი და მის წინააღმდეგ თუნდაც სიტყვას დაასრულებს ყველასთან ვითანამშრომლობთ ოღონდ ეს თანამშრომლობა არის სხვადასხვა დოზით რა თქმა უნდა ხო ვიღაცასთან უფრო ახლოს ვიქნებით ვიღაცასთან ბევრად უფრო შორს ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, ვითანამშრომლებთ თუ არა ჩვენ პოლიტიკურ ძალასთან, პიროვნებასთან, ჩვენ არ ვაპირებთ რომ ენა მოუჩლიქოთ ვინმეს და იმიტომ რომ თანამშრომლობთ, ვიღაცაც რაღაცა შევარჩინოთ. მაგალითად, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა, ჩვენ არჩევნებზე ვითხოვთ, მაგრამ 5 ოქტომბერს ტარდება სპეცოპერაცია, რუსული სპეცოპერაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ რუსულ სპეცოპერაციაში კოცურ სპეცოპერაციაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ყველა უღალატებს აი იმ შვიდთვიან პროტესტს და თავის სიტყვას ასევე, თავის ამომრჩეველთა, ვინც არის ნამდვილად გულწრფელად ეს მინდოდა გამეგო თქვენგან, ანუ თქვენი დამოკიდებულება აი ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ, ვინც უღალატებს ამ პროცესს და მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ლელოსგან განსხვავებით, არ ვიცი, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე აქვს აღებული ბოლო ინფორმაციით, გახარიას გადაწყვეტილი აქვს და ეს დღეს საგამოძიებო კომისიის გამოკითხვის პროცესშიც დაადასტურა, ანუ თქვენი დამოკიდებულება ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ რაიმეში გამოიხატება თუ ანუ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებით, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია და მორჩა. პოლიტიკოსების იარაღი არის სიტყვა. ახლა ჩვენ ქვეყს ვერ ვესვით და ვერავის ვერ დავაპატიმროთ და თქვენ რაც გულისხმობთ რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? მივცემთ შეფასებას და საზოგადოება მივცემთ შეფასებას, ბუნებრივია. კი ბატონო.
იქნებ აღვადგინოთ კავშირი, კი ბატონო, ცადოთ კიდევ ერთხელ დარეკვა, ძალიან საინტერესოა. რა გამოხმაურებას ელოდებიან და რამდენი ხანი აქვს, ასე ვთქვათ, რა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ ბოიკოტის ერთგული რჩებიან, რამდენი ხნის განმავლობაში დაელოდებიან ისინი დანარჩენი პოლიტიკური პარტიების პასუხს, ვისაც ამ ეტაპზე გაცხადებული აქვთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ და აპირებენ. ეს და სხვა რამდენიმე შეკითხვა დაგვრჩა კიდევ სტუმართან, თუ გვაქვს შესაძლებლობა, იქნებ კიდევ ერთხელ გადავურეკოთ, აღვადგინოთ ეს კავშირი. გიორგი ბარამიძე, როგორც ვიცი, აღდგა კავშირი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი. კი ბატონო, ბატონო გიორგი, კიდევ მინდა რამდენიმე შეკითხვა მოვასწრო, რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რა ოპოზიციურმა პარტიამ საჯარო ერთობლივი განცხადებით დაასტასტურა, რომ ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში ადგილობრივი არჩევნების მიმართ და არც დაგიმალავთ, რომ შეეცდებით რაღაცნაირად გადაარწმუნოთ, არ ვიცი, ლელო და გახარიას პარტია. მაინტერესებს ბოლო ცნობები როგორია ლელოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აღარ მგონია გახარიაზე რაიმე არგუმენტმა იქონიოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე და შემდეგ მინდა აუცილებლად კითხოთ, თუ ეს მოცემულობა იქნება შენარჩუნებული ოქტომბრამდე, ანუ ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენები ბოიკოტში დარჩებიან. ხომ არ დააზიანებს ეს პოლიტიკურ პროცესს, გულისხმობ იმას, რომ ნაწილი ოპოზიციურ ამომრჩეველს დაარწმუნებს იმაში, რომ არჩევნებზე არ უნდა მივიდნენ, სულ ცოტა და ნაწილი ოპოზიციური პარტიებისა საკუთარ ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეველს ჩამოყალიბებულს, ჩამოუყალიბებელს, ხომ? დაარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია ამ არჩევნებში ოპოზიციის, არ ვიცი, გამარჯვება და მხარდაჭერა. ხო, მე არ ვიცი სად გაწყდა ჩემი საუბარი სამწუხაროდ, ამიტომ რაც მთავარია ამასთან დაკავშირებით, რაც მინდა გითხრათ, თქვენ თუ თანამშრომლობაზე ამბობთ, ჩვენ რაც არ უნდა ვინმესთან თანამშრომლობთ, თუ რამეს უკადრებელს იკადრებებს ენის მოჭრებას არ ვაპირებთ, ამიტომ ვისთანაც არ უნდა თანამშრომლობთ საგარეო ფრონტზე, ამ რეჟიმის წინააღმდეგ, საშინაო ფრონტზე, თუ რამე ამ დაბარს ჩაიტანენ, ბუნებრივია ძალიან კაფე პოზიცია გვექნება. მათ შორის ამ სპეცოპერაციასთან კიდევ ერთხელ ხაზს ვთქვამ ძალიან თორე. ტერმინები არაუნდათ, ეს არ არის არჩევნები. ეს არის სპეცოპერაცია. ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს, ჩვენი შეფასება იქნება ერთმნიშვნელოვანი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, გამომდინარე მანამდე ლელოს მიერ გაცხადებული პოზიციისა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ამ პროცესში მონაწილეობას, თუ კი ყველანი ერთად ვიქნებოდით. ეხლა გაიყვა, რომ ორი მთავარი და 2024-ის არჩევნებში რაც ასევე სპეცოპერაცია იყო, მაგრამ შედეგი რაც დაიდო პარტია აღებულებს მისი პარტია, ხო, შესაბამისად აბსოლუტურად იქნება იმაზე საუბარი, რომ ამ სპეცოპერაციაში ვინმე შეიძლება გამარჯვოს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ გახარი ესე გაჯიუტდება და მაინც გააკეთებს ხოცებით საქმეს, შესაბამის შეფასებას გავაკეთებთ. ეს არ არის არჩევნები, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ განმეორებულ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ეს დაემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე ვისაუბრებთ, ანუ შეიცვლება ვითარება და მეტნაკლებად მაინც რაღაცა აზრი ექნება ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას, რომ ადამიანებმა თავისუფალი აზრი გამეხატონ და არ იქნება ტერორი, არ იქნება დაშინება და იქნება ობიექტური CSO და იქნება კონტროლის საშუალება საზოგადოების მხრიდან, რომ ვინმე რამე არ გააყალბოს, მაშინ ბუნებრივია ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. კარგი, მაშინ აქვე მითხარით, არის თუ არა უკვე გადაწყვეტილი, ან შესაძლებელია მსჯელობის საგანია, აი კონკრეტულად თქვენ ნაციონალური მოძრაობა რას აპირებთ 4 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ქართული ოცნება გახარია და კიდევ ვნახოთ ვინ პოლიტიკური ძალებიდან არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. გაქვთ კონკრეტული გეგმა, აი მაგალითად პაატა ბურჭულაძე წინა გადაცემაში ჩემთან ისაუბრა, რომ ის აპირებს 4 ოქტომბერს, არ ვიცი, რომელიმე სტადიონზე შეკრიბოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, ყრილობა ჩაატაროს და რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს. თვითონ ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს 4 ოქტომბერს?
ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, ნაციონალური მოძრაობა ცალკე არაფერს არ აპირებს, არც აქამდე გაუკეთებია იმ 2024-ის შემდეგ, ვთქვით, ყველგან ვიყოთ იქ, სადაც არის ხალხი. ხალხი გადაწყვეტს ამას, უპირველეს ბატონი პაატას პოზიცია ძალიან მისაღებია ჩვენთვის. იცით თქვენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასთან ერთად და ის ჩვენთან ერთად დადის და პარტიებთან ერთად ხალხში და ჩვენ დაწყებული ვართ კამპანია ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ეს კამპანია კიდევ უფრო მეტად გაიშლება, დარწმუნებული ვარ 8 პარტია, რაც არ უნდა განსხვავებები გქონდეს ჩვენ ერთმანეთში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ასევე მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ასეთი კამპანია კოორდინირებულად ვაწარმოოთ, ანუ არა კოლაბორაციას მოღალატეებთან, არა სპეცოპერაციას, არა რუსულ სპეცოპერაციას. ეს დარწმუნებული ვარ, ეს კამპანია იქნება. ყველა ასევე ცალ-ცალკეც ვიმოქმედებთ და სადაც საჭიროა ერთობლივად და მე ვფიქრობ, მანამდე ძალიან ბევრი რამ მოხდება. ამ სპეცოპერაციის დღეს დარწმუნებული ვარ, უდიდესი ნაწილი ქართული ხალხისა ფეხზე დადგება. თბილისში იქნება, ზოგი თავთავის ქალაქებში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არაძალადობრივი მშვიდობიანი ფორმა პრინციპულად, რადიკალურად ვებრძოლოთ საქართველოს ღალატს და საქართველოს მოღალატეებს, კრიმინალთა და მოღალატეთა რუსული ბანდის წარმომადგენლებს. ახლა რომ გითხოთ კონკრეტულად რა არაძალადობრივ ფორმებს გულისხმობთ თქო, ალბათ არ დამისახელებთ. ყველა ფორმა, რაც კი არის კონსტიტუციით ზოგადია მაინც ეს პასუხი მესმის შესაძლებელი არ ეხლა გინდა ჩამონათვალი მესმის არა სხვა შეკითხვაზე გადავალ ბატონო გიორგი ბოლო შეკითხვა იქ რომ კოორდინაცია ახსენეთ თქვენ და ამას ყველა აღიარებდა ბოიკოტის მომხრეებით და არჩევნებში მონაწილეობის მხარდამჭერებით რომ კოორდინაცია ერთობა აგერ ელისაშვილმა საერთოდ დიდი ეროვნული შერიგება დაარქვა ამას არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ელისაშვილის იდეასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა ერთ-ერთი პირველი ვისაც მან შერიგების ხელი გაუწოდა არის მიხეილ სააკაშვილი როგორც ვიცი იქიდანაც პოზიტიური გზავნილები წამოვიდა მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ელისაშვილს აქვს გარკვეული პირობა რომ აი ამ დიდ შერიგებამდე ელისაშვილის სააკაშვილის დიდ შერიგებამდე მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოინანიოს და აღიაროს ის შეცდომები რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო ჩადენილი ცოტა რთული წარმოსადგენია მაგრამ გვაქვს მაგალითი ელისაშვილი ხაზარაძის შერიგების და აი როგორია რაღაცა წინაპირობები არის შექმნილი იმისათვის რომ მართლაც შესაძლებელია ელისაშვილი ვივამედის კლინიკაში სააკაშვილთან შესარიგებლად ვიხილოთ მე ვერ გეტყვით ახლა ჩვენ ელისაშვილს არ ვაბარებთ ანგარიშს რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების დროს, როდესაც შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ის ინსტიტუციები, რომლის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და გაგახსენებთ მოკლედ, ეს არის თანამედროვე პოლიცია, თანამედროვე ჯარი, თანამედროვე იუსტიციის სახლები, საბაჟო, საგადასახადო, ახალი სისტემა განათლების პიროყოლისა გამოყოფთი გამოცდების სისტემას არაკორუმპირებულს, რომელიც აძლევდა საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს კორუფციის ქთამისა და ჩაწყობის გარეშე მოხვედრილიყვნენ უმაღლესებში და ასე შემდეგ, რაც გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამასთან პარალელურად რა შეცდომებიც იყო ბუნებრივია დედამიწის ზურგზე არ არსებობს ხელისუფლება არც ერთ ქვეყანაში, სადაც რამე რაც არ უნდა კარგი მომხდარიყო, იმის პარალელურად შეიძლება ცუდიც არ მომხდარიყო, ბუნებრივია და არაერთჯერ გაქვთ ნათქვამი. პირველ ყოვლისა ჩვენი ნაკლი და შეცდომა არის, რომ ვერ შევძელით ისევე ეფექტიანად სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება და ციხეში ის ნეგატიური ამბები იყო, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ. ანუ ეს მივიღოთ როგორც ერთგვარი აღიარება, ბატონო გიორგი, გითხარით რა ბოლოს. ნუ გადამრევ თქვენ 12 წელიწადია თქვენს ეთერში დავდივართ და უამრავი ჩვენი ისე და მილიონჯერ გვაქვს ეს ნათქვამი რა აღიარება. მე ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ. ელისაშვილის პირობაზე ვსაუბრობდი ბატონო გიორგი და არა შეკითხვებზე, რომელიც თქვენთვის არაერთხელ დაამისვამს ამ თემასთან დაკავშირებით. 12 წელიწადი გაბატონებია, რატო გადაგაქვთ ელისაშვილზე? საერთოდ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ელისაშვილი ქართველი ხალხი გვაინტერესებს და ქართულ ხალხს ვუთხარით არაერთჯერ კარგზეც და იმაზეც, რაზეც გული ფსდება და არ მოგწონს და თუ ვინმეს არ მოწონს, რამე ცუდი თუ მოხდა ჩვენი ხელისუფლების დროს, პირველ ყოვლისა ჩვენ არ მოგწონს. პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ, იმიტომ
კარგი იქნებოდა შესაძლებლობა ქონოდა სტუმარს დაემთავრებინა ეს ფრაზა, არ ვიცი, გამაგებინეთ ყურში ვუბრუნდებით თუ არა და გადავიდეთ შემდეგ სტუმართან კოალიციას ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაურია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მინდოდა მეკითხა ბოლოს თუ გვექნება შესაძლებლობა იქ რომ დაგვიბრუნოთ ბატონო გიორგი, ანუ ეს დიდი ეროვნული შერიგება შედგება თუ არა, ისეთი პირი უჩვენს არ მგონია. Ну, ყოველ შემთხვევაში ეს განცდა გამიშთ. იქნებ თქვენ რაიმე სხვა ინფორმაცია გაქვთ, იმიტომ რომ თქვენც გამოგიწოდათ ერთგვარი შერიგების ხელი. ბატონო გიორგი, ბოდის გიხდით. დავასრულებინებ რა ბატონ გიორგის ძალიან მნიშვნელოვანი რამეს. ბატონო გიორგი, დავასრულოთ თქვენი სათქმელი დიდი ეროვნული შერიგება შედგება თუ არა თქო? შეეხება ეროვნულ შერიგებას ჩვენ დიდი ხანია ყველას გაუწოდეთ ხელი 2024-ში ვთქვით რომ საერთოდ არ გვაინტერესებს ვინ რა ჩვენზე რას ამბობდა, რას ფიქრობდა ასე შემდეგ. ვამბობდით პრეზიდენტ სააკაშვილი ამბობდა რომ უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ახლა საქართველოსა გადასარჩენი და არა იქ რაღაცა პარტიული პოლიტიკის კეთება რომ ისთვის მოწონს და არ მოწონს, ახლა ამის ფუფუნება არ აქვს. ეს მაშინ ცალკეულმა პარტიებმა, მათ შორის იმ გაერთიანებამ, რომელშიც ელისაშვილი იყო უარყო და შედეგი რაც მივიღეთ, ნახეთ და სამწუხაროდ იღებს რომ ასეთი არასწორი ქმედება იქნა ჩადენილი რომ მივეცით საშუალება აი ამ სპეცოპერაციის ჩატარებისა ამ რეჟიმს და თავისთვის გაფორმებისა ამ ეგრეთ წოდებული გამარჯვების, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ ყველაფერზე უარს, რაც კი ადრე უთანხმოება ქონდა სხვასთან, ოღონდ ჩვენ ვიყოთ ერთად ან საქართველოს რაც ჭირი ჭირს, ამ ჭირის მოსაშორებლად ჯუდობიანი და არაძალადობრივი მეთოდებით ყველასთან ვითანამშრომლებთ, ყველას ჩამოვართმევთ ხელს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ მეც უწოდებ ხელს ერთულ ელისაშვილზე გაინტერესებს ბანდამას. არავის არ გამოვცეთ აქედან გამომდინარე. სალომე ზურაბიშვილიც ვახსენეთ, ხო? იცით რა ხელა უთანხმოება ქონდა, მაგრამ 5 თვე მასთან ერთად იმ პლატფორმაზე ვიყავით, რომელსაც ის ლიდერობდა. არც ახლა არ უშლით ხელს, უბრალოდ ხანდახან გავიხსენებთ ხოლმე რა იყო ჩვენი გარკვეული პრეტენზიები ნაწილს ვიხსენებ, ხო? მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამას იმიტომ ამბობთ, რომ ხას უსვამთ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს გაბრაზება, ვიღაცა პირადი ბოგმა, პარტიული ინტერესი და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს არის გადასარჩენი, არ მოგვცა საშუალება, რომ პარტიული პოლიტიკა და ზოგადად მეტნაკლებად ნორმალური პოლიტიკა ვაწარმოოთ ქვეყანაში. ივანიშვილის მოღალატორმა რეჟიმმა შექმნა ფაქტიურად ბელორუსული და კადიროვის მსგავსი რეჟიმი საქართველოში, როდესაც პოლიტიკური პატიმრები, ლიდერები ციხეში შედან და მთავარი პუტინის მოწინააღმდეგე უკვე 4 წელიწადია ციხეში ზის, აქტივისტები შედან ციხეში, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ საქართველოს იყოს ევროპული ქვეყანა, საქართველოს როგორც კონსტიტუციაში წერია, გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში და ებრძვიან განურჩევლად პარტიულობისა ამ მოღალატურ რეჟიმს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ეს იდეა რომ ვიყოთ ერთად, დიდი ხნის წინ თქვით. ამიტომ ვინც კი ამას გაიმეორებს ამა თუ იმ ფორმით და ასე ვთქვათ, გაერთიანებისკენ საზოგადოებას მოუწოდებს, ყველას მივესალმებთ. კი ბატონო. ჩვენი ალტერნატივა გაერთიანებას არ აქვს, ალტერნატივა არ აქვს სიმართლის თქმას და სიმართლე ბევრ რამეზე უნდა ითქვას, რადგან ეს რუსული პროპაგანდა მუშაობდა ცილისწამებლური და აბსოლუტურად დეზინფორმაციული სიმართლე უნდა ითქვას და უნდა ვიყოთ მესამე თანმიმდევრულები. ამგვარ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. აი ჩვენ თუ ამ სამ პირობას შევასრულებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ საერთაშორისო კონტექსტი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენ სიტუაციაზე, მნიშვნელოვანია, იცვლება, არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა ყველას, მაგრამ იცვლება საქართველოს საკეთილდღეოდ ბნელი ძალები მარცხდებიან, ირანი დამარცხდა, სირიაში რეჟიმი დამარცხდა, აგერ ვხედავთ რუსეთს რა მოსდის სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსულ ინტერესებს მოლდოვაში, რუმინეთში და ასე მოხდება უკრაინაშიც. დავინახავთ ყველანი ჩვენ კარგად, რომ ეს ბნელი ძალები დამარცხდებიან, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საქართველოს და რომელსაც უჭირავს ივანიშვილი ხელში და რომლის ინტერესებს ახორციელებს, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ვიდრე ბევრს გონია და ყოველ შემთხვევაში ვიდრე ივანიშვილს გონია, ამ რეჟიმს გავისტუმრებთ პოლიტიკურ თანაგვაზე და მათ მოუწევთ პასუხიაგონ იმ უბრძოლელად და უდრწმუნელად მიწების ოკუპაციაზე და დათმობაზე,
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე. მადლობა გიორგი ბარამიძეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ნუგზარ ციკლაურს კოალიციის ცვლილებების ერთ-ერთ ლიდერს უბრუნდები, ბოდის გიხდით, შევწყვიტეთ. ჯერ დაწყებული არ გქონდა საუბარი, რომ შევწყვიტეთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე ესეთ ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული კავშირის დამყარება ინტერნეტით. მოდი, რადგან ეს შეკითხვა დავსვი გიორგი ბარამიძესთან, თქვენგანაც მივიღებ პასუხს, ხოთ შორის არ ვიცოდით რას აპირებდა 4 დაზუსტებით არ ვიცოდით, შეიძლება ვარაუდები ქონოდა რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა 4 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ქართული ოცნება არჩევნების ჩატარებას გეგმავს და მაშინ მონაწილეობას რამდენიმე ასევე ოპოზიციური პარტია. თქვენი კოალიცია რას აპირებს 4 ოქტომბერს, რა გეგმები გაქვთ? იქნებ თქვენც ნაციონალური მოძრაობის მსგავსად იმ სახალხო მოძრაობას უერთდებით, რომლის დეტალებზეც ისაუბრა უკვე პაატა ბურჭულაძემ, ის აპირებს, რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ სივრცე დაახლოებით, ჯერ არ ვიცით გადაწყვეტილი არ არის ეს იქნება თუ არა დინამო სტადიონი, მაგრამ მსგავსი რაღაცა დიდი სივრცე იქნას გამოთავისუფლებული იმისათვის, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე მოსახლეობამ იქ მოიყაროს თავი. 4 ოქტომბრამდე არის დიდი დრო, ბოლო 4 დღის განმავლობაში ახლა ჩვენ ვიყავით საქართველოს რეგიონებში, ქონდა მართლა დიდი ტურნეება, იმიტომ ბათუმში რამდენიმე შეხვედრა, შემდეგ ზუგდიდში, ოზურგეთში, რაჭაში, ამბროლაურში, თერჯოლაში, ქუთაისში. და ეს არის ნაწილი იმ კამპანიის, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა რეალურად ნიშნავს რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომ ეს არის მართლა სპეცოპერაცია და ფარსი და იმისათვის, რომ ხალხი მოემზადოს დიდი მასშტაბური გამოსვლებისათვის გადამწყვეტ დროს. ასე რომ 4 ოქტომბრამდეც იქნება ეს კამპანია, მას ექნება ძალიან კონკრეტული მიმართულები, რომელზეც ვილაპარაკე ახლა ძირითადად, ხოლო 4 ოქტომბერს მე ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ კი თბილისის ქუჩები იქნებოდა სავსე ხალხით, 100,000-ობით ადამიანით, იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელი. აი ეს იქნებოდა სწორედ ის კონტრასტი, რომელთაც ჩვენ დავანახებთ ყველა საქართველოს მოქალაქეებსაც და მსოფლიოს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც, თუ რამდენად ანტიხალხური არის ეს რეჟიმი და რამდენად არ აქვს მას არანაირი. ანუ ეს არის თქვენი ასე ვთქვათ იდეა, გეგმა, დიდი მასშტაბური გამოსვლები 4 ოქტომბერს სავსე ასე ვთქვათ ხალხით თბილისის ქუჩები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ ხელისუფლების და იმ კონკრეტულ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ანუ ეს არის უშუალოდ თქვენი კოალიციის გეგმა თუ ხართ მაგალითად კოორდინაციაში რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან? ის რომ მე მოვისმინე სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეების განცხადებები ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, თქვენ ახსენეთ ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელთანაც საუკეთესო მეგობრული ურთიერთობები მაქვს, მე პირადადაც. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ძალიან ბევრი ქართველი პატრიოტი იქნება, რომელსაც აქვს ასეთივე აზრი. რა იქნება დეტალები ახლა იმის, რაც უნდა მოხდეს 3 თვის წინ. ეს კითხეთ, ანუ ერთად აპირებთ მსგავსი, ასე ვთქვათ. ეს არის სწორედ ის საკითხი, აი ეს გაყალბების საკითხი, არჩევნების მიტაცების საკითხი, ანტიევროპელობის, ანტიცივილიზაციურობის საკითხი, რაც არის ხელისუფლება, რის წინააღმდეგად ჩვენ გამოვდივართ პროტესტით. ეს არის მიზეზი. მაგრამ მე გეკითხებით ქმედებას, ანუ ისე არ მოხდეს, რომ მაგალითად სტადიონზე შეკრებილი ხალხი, რუსთაველის ასე ვთქვათ, გამზირის ეგეთი შეკრებილი დარჩეს იქ და მაგალითად თქვენი მოწოდების საფუძველზე გამოსული ქუჩაში დაუშვათ რაღაცა ბლოკირება მოაწყოს, პიკეტირება მოაწყოს, ანუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროტესტი იქნება სტადიონზე გაიმართება ეს აქციები თუ თბილისის სხვადასხვა უბნებში ან მოედნებზე, ხო, ეს დღეს ძალიან რთული არის ახლა ამაზე ლაპარაკი და ალბათ შეუძლებელი. კარგი, უფრო ახლა რაც შეეხება იმ დიდ შერიგებას, რომელზეც
თქვენ პირველი შეკითხვა. კი ბატონო, რას აპირებთ? დიდი ეროვნული შერიგება ეწერა, დავინახეთ ეს ქონდა წამოძღვარებული. ეს თქვა თვითონ ელისაშვილმა, თუ მოусმინეთ მის ინტერვიუს. თქვენც ქონდა დიდი ეროვნული შერიგება. ციტატა იყო მისი, ასე ვთქვათ, საუბრიდან. მე ვფიქრობ, რომ დიდ ეროვნულ შერიგებას უნდა ქონდეს დიდი ეროვნული მიზანი. დიდი ეროვნული მიზანი ჩვენი პოლიტიკური ძალისათვის, პირადად ჩემთვისაც არის ის, რომ აი ამ ტყუილში, აი ამ ფარსში არ მივიღოთ მონაწილეობა და ვიყოთ ქართული ხალხის მხარეს, რომელიც აგრძელებს უკვე 240 დღეარი იმ მართლა უმაგალითო პროტესტს, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ აი ამ თვალსაზრისით ვინმეს ექნება ასეთი პოზიცია, რა თქმა უნდა, არავითარი წინაპირობა, არავითარი წყალგამყოფი არ არსებობს იმისათვის, რომ იყოს კოორდინირებული ეს მოქმედებები. ეხლა თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია თulis, რომ ანუ რავი, როგორც ამბობენ ხოლმე, ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ რაღაცა ადგილობრივი არჩევნების გზით თბილისი, ნუ ცხადი არის, რომ ასეთ ტიპის პოლიტიკური ეროვნული თანხმობა მაშინ მიღწეული არ იქნება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და დანარჩენი ახლა არავითარი გასაყოფი არავისთან არ გვაქვს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რაღაც ამ დიდი ეროვნული შერიგების მომწოდებელი ალბათ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ასევე დიდი ეროვნული კონსოლიდაციის უნარი. და ელისაშვილი არ არის ასეთი გინდა. მე არ ვფიქრობ, რომ ის ასეთი ადამიანია, რომელსაც მთელი ქართული ხალხისთვის შეუძლია ახლა რაღაცა მაკონსოლიდირებელ ფიგურად იქცეს. არის საუბარი, თანაც ვიცი, რომ მისი ერთ-ერთი მოწოდება იყო, რომ მსჯელობა გაიხსნას დისკუსია ამ თემაზე, იმიტომ რომ ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია და როგორც ჩანს, ანუ მისი პოზიცია არის გადარწმუნებადი და მე რომ თქვენი ამბობთ რა ძალიან გთხოვთ, რა თქვენ დაიწყეთ საუბარი იმით, რომ ეხლა ჩვენ ბოლო 4 დღე დაკავებული ვართ იმით, რომ დავდიათ რეგიონებში და ამომრჩევასო ვარწმუნებთო, რომ 4 ოქტომბერს არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე რომ ვიყო ის ადამიანი ჩვენ ვარწმუნებენ, ასე ვიტყვი. აი მე რომ მეგონა რომ უნდა ჩავსულიყავი და ჩვენ უნდა გველაპარაკოთ. ჩამოვედი გაცილებით ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ გაცილებით უფრო რადიკალური არის ამორჩეველი. ანუ თქვენი მიზანი ხო ის იყო გაემართეთ ხომ არ დაგირეკეს რომ ჩამოდით უნდა გადაგარწმუნოთო, ჩახვედით იმისთვის რომ ეს განწყობები შეგასწავლოთ, ვიღაცას უკვე აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, ვიღაცას ჭირდება დამატებითი არგუმენტაცია იმის ასახსნელად თუ რატომ არის ბოიკოტი არჩევნებისა მნიშვნელოვანი, ხო? აი მე რომ ვიყო ასეთი ტიპის ამორჩეველი, რომელსაც თქვენ არ წმუნებთ და ეუბნებით რომ დარჩი აუცილებლად ბოიკოტში, იმიტომ რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციის მიცემა ქართული ოცნებისთვის. მე აუცილებლად დაგიბრუნდებოდით შეკითხვით, რომ იცით რა, თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ვერ დაარწმუნეთ, რომ ბოიკოტი უფრო ეფექტური მექანიზმია, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობა. პოლიტიკური ორგანიზაციების ამოცანები არ არის მაინც და მაინც კოლეგა ოპოზიციონერების დარწმუნება. არის ხალხის დარწმუნება, ხალხის აზრის გაგება იმასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯები გადავდგათ ჩვენ. და ამიტომ არის, რომ როდესაც ლაპარაკობენ საერთოდ რაღაც კოალიციებზე, კოალიცია ამომრჩეველთან, კოალიცია ხალხთან არის ჩემი აზრით უპირატესი იმ პოლიტიკური პარტიისათვის, ვისაც ელექტორალური დემოკრატია სურს ამ ქვეყანაში. ხო და ეს ხალხი კიდე არის სწორედ ასე განწყობილი, როგორც გეუბნებით. ეხლა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აქვს ხედვარი და ათასობით ადამიანი უყურებს ჩვენს გადაცემას. მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმ დისკუსიას, რაზეც თქვენ ბრძანეთ და ძალიან კარგი შეკითხვაა, რომ მსჯელობა გავხსნა. ეს მოხდა დაახლოებით 1 თვის წინ და ძალიან საინტერესო დაკვირვება არსებობს. მაშინ ჩატარდა ბატონი იაგო კაჭკეჭიშვილის კვლევა და 1 თვის თავზე ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა, რომელზეც ბოლო 2 დღეა უკვე საუბრობს მთელი პოლიტიკური საზოგადოება. აი ამ ერთთვიანი დისკუსიის, მსჯელობის, დებატების, რაც გნებავთ, ის დავარქვათ, შედეგები გამოჩნდა ამ კვლევაში. მხოლოდ 20% არის ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების, რომლებიც უპირობოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას უჭერს ხარს. მე მგონი, ეს სახალხო ვერდიქტი არის უკვე გამოტანილი და აღარ ღირს გაჯიუტება ამ შეცდომაში.
და შესწორმა გასაგონად ამბობთ ლელოს გასაგონად განსაკუთრებით გახარიასთან დაკავშირებით ახარ გაქვთ მისი პოზიციის ცვლილება. ხო, ნუ ისინი წარმოადგენენ კიდევ უფრო განსხვავებული ტიპის პოლიტიკურ ოპოზიციას. იმიტომ რომ პირდაპირ იყვნენ ხელისუფლების ნაწილი, ქართული ოცნების ხელისუფლების ნაწილი და თქვათ ბატონი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, ხო, ქართული ოცნების ხელისუფლების. შემდეგაც ხო, არა, იყო მეთქი, დღესაც არის ხო, ანუ დღეს არ არის ხელისუფლების ნაწილი, ანუ არ არის ხელისუფლების ნაწილი, მე არ ვთვლი. მაშინ რას ნიშნავს? არსებობს ოპოზიცია და არსებობს ხელისუფლება და რაღაცა მესამე მაშინ არის ოპოზიციის ოპოზიცია და გამოდის რაღაცა ხელისუფლებასთან კოლაბორაციაში მყოფი. ერთგვაროვნება რო იყოს, ეხლა სრული ერთგვაროვნება. ასეთი ერთგვაროვნება რო იყოს, მაშინ ერთი პარტია იქნებოდა, ხო და არა მრავალი, როგორც არის ეხლა ჩვენ ქვეყანაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ თავარი მინდა რომ აი თავარი ლაიტმოტივი მინდა რომ ჩემი ნათქვამისა, რა ვიცი, კაფეოდ გამოვთქვა. ხალხმა გამოიტანა ვერდიქტი და იმ ადამიანის კვლევით, რომელსაც ყველა ენდობა და მე არასდროს არ გამიგია ოპოზიციური, თვით ლელოც მას უკვეთავს ხოლმე კვლევებს, იქ პირდაპირ წერია, რომ მხოლოდ 20% არის, ვინც მხარს უჭერს უპირობო დარჩენებში შესვლას. რამდენიმე დღეში, როდესაც ლელო საკუთარ საბოლოო გადაწყვეტილებას იტყვის, ეს იქნება უარი ადგილობრივ არჩევნებს. მე ვერ გეტყვით, არ მინდა ეხლა რაღაც მარჩიელობა იმაზე, რაც ერთს კი ვიტყოდი, რომ მე მგონი დადგა დრო, როდესაც ლელომ კაფიოდ უნდა თქვას, რას აპირებს. არ შეიძლება ქართული საზოგადოების ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ გადიოდეს თვეები და არ ქონდეს კაფიობა, არ ქონდეს გამბედაობა იმისი, რომ თქვა, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, ვიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ხო, ეს ალბათ უნდა თქვას, მაგრამ რა სიტყვის ამის შესახებ მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ერთი რამ კი მახსენდება და ყოველთვის ერთგული ვიყავი ამისი მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ქართულ პოლიტიკასთან კავშირი მაქვს, რომ ადამიანების, ამომრჩევლების, ხალხის ნებას წინ არავინ არ უნდა გადაუდგეს, პოლიტიკური პარტია არ უნდა გადაუდგეს, თორემ მიიღებს ძალიან მძიმე შედეგებს. მე მახსენდება 2003 წელი ერთ-ერთი რიგითი მომიტინგე ვიყავი მაშინ, როცა ჩევარდნაძის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, თუ არ ვცდები, ახალი მემარჯვენეები იყო ეს პოლიტიკური პარტია, სადა ლეგიტიმაცია მიეცა იმ გაყალბებული არჩევნებისათვის. და მაშინ იყო სურათი, როცა შიგნით იმ პარლამენტის შენობაში იყო სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც ხალხთან არაფერი არ აკავშირებდა. იმ ხალხთან, რომელიც ასობით ათასი იყო გამოსული ქუჩაში. როდესაც ვამბობ, შეიძლება ეს არის ერთგვარი ალუზიაც, რაც წეგან გითხარით, რომ უნდა იყოს თბილისის ქუჩები სავსე ხალხით და უნდა იყოს ქართული ოცნება იზოლირებული. ხო, ეს ერთგვარი გახსენებაც არის. ჩაშლის გეგმა ეს არის? ჩაშლა რას ნიშნავს? ჩაშლა ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანში გადაუდგე ადამიანს, მაგალითად ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენო, ან დააშინო. აი ეს არის ჩაშლის მცდელობები. ხოლო ის მშვიდობიანი და თავისუფალი დემოკრატიული პროტესტი, რომელიც ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების რწმენას, რომ ქართული ოცნება აქ აღარასოდეს არ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს. რატომ არის რომ არავინ არ აღიარა ეს არჩევნები? რატომ არის რომ დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ინგლისმა არა ბოდიში ერთ-ერთი არის ბრიტანეთ, ხო, რომ არავინ არ აღიარა ეს არჩევნები, იმიტომ რომ ცხადად დაინახეს, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს, არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ ასეთი ვითარება თუ იქნება ხალხმა როგორც თავარმა სუვერენმა პოლიტიკური ცხოვრებისა და ყველაფრის ამ ქვეყანაში უნდა ანახოს, რომ ის არ ეთანხმება იმ ფარს, რომელიც ტარდება. ძალიან კარგი იქნება თუ ის პოლიტიკური პარტიები, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მათ შორის ლელო, იპოვიან გამბედაობას, იტყვიან თავიანთი პოზიციის შესახებ და მართლა გულმხურვალედ დაუჭერდნენ მხარს, თუ ისინი დადგებოდნენ ხალხის მხარეს და არა იქნებოდნენ და არ დაიწყებდნენ ივანიშვილის რეჟიმში საკუთარი როლის ძიებას. უხარს ხოლმე პოლიტიკოსებს, როდესაც
ცდილობენ არ გიპასუხონ შეკითხვაზე უფრო კონკრეტულად უყვართ ხოლმე ასეთი გამოთქმის მოშველიება, რომ რაღაცა მოდის პოზიტიური სიგნალები. აი, პოზიტიური სიგნალები მაინც არ მოდის ლელოსგან, იმიტომ რომ ამ 8 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის თქვენს, განცხადების და პოზიციის, საბოლოო პოზიციის გასაჯაროების შემდეგ მათ ღია კარი დაუტოვეთ. რამდენ ხანს გრძელდება ეს ღია კარის, ასე ვთქვათ, დალოდების დღეები, საათები, თვეები? არა, აი სანამ ეს განცხადება იქნებოდა, დასამალი არ არის 3 თუ 4 დღის განმავლობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობდა ოპოზიციურ. ანუ იცოდნენ ლელოში, რომ თქვენ აპირებდით 8 ოპოზიციური პარტია ასეთი განცხადების მიღებას? ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური საუბრები. ყველა ესწრებოდა იქ. ყველა ესწრებოდა, იყვნენ კიდე გახარიაც, ბოდიშს. არა, გახარიას წარმომადგენელი არ მახსოვს, მაგრამ იყო ეს საუბრები და ლელო არა აქვს ჯერ კიდე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მართლა გულწრფელად ვერ გეტყვით საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება. აი რა არგუმენტი აქვთ? აი რატომ არ აქვთ საბოლოო გადაწყვეტილება? მე მიჩვენია რომ ლელოს საკითხებზე პასუხები გაგცეთ. ლელომ არ იქნება სწორი რომ მე მათ მაგიურად ვილაპარაკო. მით უმეტეს რომ ეხლა ზოგადად ვამბობ რომ ეს შეხვედრები იყო, თორემ რახან იყო ასეთი ტიპის არაპრესისათვის შეხვედრები, ну არ იქნება კარგი ტონი რომ მე დავიწყო ახლა ლაპარაკი იმაზე რა საკითხები განმავლობაში გამართული შეხვედრების ფარგლებში ფაქტია რომ ვერ დაარწმუნებ. თქვენ გამოდიან ლელოს წარმომადგენლები ისინი ამბობენ რომ აი რაღაცა კლავ ცდილობენ, მე ამას გაჯიუტებას დავარქმევდი, პირდაპირ გეტყვით. აი ამ ძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო დაშვებული თავიდანვე და ახლა ისინი გაჯიუტებულები არიან არ უნდა თახიარება ამ შეცდომის? დიახ, მე ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით ყველაფერს ნათელი მოჰფინა გუშინდელმა კვლევამ ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილის ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მხოლოდ 20%-ია. წინა კვლევაში უფრო მეტი იყო ასეთი ადამიანების რიცხვი. დღეს არის მხოლოდ 20% იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უპირობოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას უჭერს მხარს და მე მგონია რომ პრაგმატულადაც ისევე როგორც იდეოლოგიურადაც, მორალურადაც არასწორი არის რომ აი ამ პირობებში მაინც მიიღოს ვინმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. და უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სხვა შორის თანხდება ამ შემთხვევაში ლელოს და ქართული ოცნების პოზიცია და ეს ძალიან მძიმე გრძნობებს აღძრავს პირდაპირ ვიტყვი. და ეს არის დამოკიდებულება იმ მართლად, ჩემი აზრით, ჰეროიკულ პროტესტთან, რომელიც არის რუსთაველის გამზირზე. ხშირად გაიგონებთ, რომ ეს რაღაც ბაბლი არის ლელოს წარმომადგენელთა მხრიდან, ან რაღაცა ხო ხედავთ, კი, კარგად ნახეთ და ხო ხედავთ, ინავლება ეს პროტესტი. აღარ აქვს ძალა ამ პროტესტს. ესე იგი მიმდინარეობს რაღაცნაირად აი ამ თითქოს და აღიარება რომ იმ პროტესტს რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს დღეს უკვე ძალა აღარ გააჩნია მაგრამ სინამდვილეში იმ ადამიანებმა ვინც იქ იდგნენ ამდენი დღის განმავლობაში და დღესაც აგრძელებენ აი მიღებული ჯარიმებით მიღებული დარტყმებით ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების დაკარგვით სხვათა შორის და ციხეებში წასვლით გააკეთეს ის რომ მთელ მსოფლიოს დაანახეს რამდენად დიდი ნონსენსი, რამდენად დიდი უაზრობა არის ქართული ოცნების არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამ თვალსაზრისით ეს ხალხი არის ნამდვილი ქართული პატრიოტული ელიტა და თუ ვინმეს ეცოტავება ეს ადამიანები, ხო რა იტყვიან ხოლმე 300-მდე დარჩა, 500 დარჩა და რაღაც უნდა იცოდეს რომ ამ ხალხის უკან დგას უდიდესი რაოდენობა ქართველების, რომლებიც ზუსტად ასევე ფიქრობენ. და აი ამას ვამბობ რომ ქართული ოცნებაც აქილიკებს ამ ადამიანებს და მოვისმინეთ ძალიან სამწუხარო იყო ის რომ 300-ოდე კაცი დარჩა ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისაგან. არ შეიძლება საკუთარი ხალხის წმენის წინააღმდეგ წავიდეს და მე დავასახელი ახალი მემარჯვენეების მაგალითი. მას შემდეგ გახსოვთ ახალი მემარჯვენეები რამე პოლიტიკურ პროცესში 2003 წლის მერე. ხო, ასე მოუვა სხვა პოლიტიკურ პროცესში მახსოვს ნამდვილად. მაგრამ შემთხვევითი არ არის რომ იმ დროინდელი ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები დღესაც არიან ლელოს ცენტრალური ფიგურები. ესეც ყველას კარგად გვახსოვს.
დასასრულ რო თქვა ახლა აი ეს რუბიკონი გვიახლოვდება, ეს დილემა, რომელიც არის ქართული საზოგადოების, ქართული პოლიტიკის წინაშე და ის გამოიყურება ასე. ერთის მხრივ შენ უნდა შეასრულო ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების სურვილი, რომ მიიღოს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და მიიღოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები და არა ირანისკენ და კორეისკენ მისწრაფებები, ან მეორეს მხრივ უნდა ეძებო საკუთარი ადგილი ივანიშვილის რეჟიმში, საკუთარი როლი ივანიშვილის რეჟიმში, ივანიშვილის პარლამენტში, ივანიშვილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ნამდვილად იქ, სადაც ქართული საზოგადოების ინტერესები არის და სწორედ ამიტომ არავითარ მონაწილეობას არ გეგმავს ამ არჩევნებში. მე ვისურვებდი, რომ სხვამაც ასე გააკეთოს. ჯერჯერობით სამწუხაროდ ასეთი პირი პარტია ლელოს არ უჩანს. მადლობა. ნუგზარ ციკლაურს კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლელო ძლიერი საქართველოს პოზიციასაც მოვისმენთ და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვნახოთ აი ამ დროისთვის 2 ივლისია უკვე ღამის 10:30 იქნება რაღაცა ლელოს პოზიცია გადაიხარა უფრო მეტად ან არჩევნებში მონაწილეობისკენ, ან ბოიკოტისკენ. ნახეთ, ერთად გავიკეთეთ. იმედი მაქვს. მაშასე გადაცემა 360 გრადუსით დაბრუნდა ეთერში. 8 ოპოზიციური პარტია ამ დრომდე ლელო ძლიერი საქართველოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მართალია, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შენობასთან 8 ოპოზიციური პარტიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადებისას, სადაც მათ დაადასტურეს, რომ ერთგული რჩებიან ადგილობრივი არჩევნების მიმართ ბოიკოტის და შეიმუშავებენ ერთობლივ გეგმასა და სტრატეგიას ქართულ ოცნებასთან ბრძოლის და სასურველ შედეგამდე მიღწევის. მათ იქვე ღია კარი დაუტოვეს იმ ოპოზიციურ ძალებს, ვინც ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილად მიდის ადგილობრივ არჩევნებში, ან ვინც ამ თემასთან დაკავშირებით ორჭობს. არ ვიცი, აქ თუ არა მათ რაიმე ასე ვთქვათ, სხვა მოლოდინი გახარიასგან, რომელმაც დღესაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თქვა, რომ მისი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ლელოსთან დაკავშირებით, აი როგორც ვხედავთ და ჩანს ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდანაც, მოლოდინი იმისა, რომ ლელო გადაიფიქრებს არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტის მომხრეების მხარეს გადავა, ეს მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობს. ლელოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ვიცი, რომ თქვენ რა თქმა უნდა მოვლენებს წინ არ გაუსწრებთ. ლელო ალბათ ამ განცხადებას საჯაროდ გააკეთებს მაშინ, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ აი ის მაინც გითხარით, ახლა უკვე პარტიაში, კოალიციაში გადაწყვეტილება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია თუ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს? მოგესალმებით, მივესალმები პალიტრას მაყურებელს. თქვენი ეთერის მეშვეობით მივესალმები და სოლიდარობას გამოუცხადებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ მალე მათ ვიხილავთ თავისუფლებაზე. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, თქვენ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაატუსაღეს, მოდი ასე დავარქვათ. მათი ბოლო დანაბარებიც ეს იყო, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ უკან, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს სცენარი იყო ჩვენთვის წინასწარ ცნობილი, როგორ უნდა გაეგრძელებინა პარტიას მუშაობა. დიდი ხნით ადრე, როდესაც თავის დროზე თქვეს წულუკიანეს ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, ის დაბარებულზე არ მისვლაზე უარი და მას მერე პარტია ბუნებრივია ფუნქციონირებს, ისე როგორც უნდა ფუნქციონირებდეს პასუხისმგებლობიანი პარტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების წესი და ბუნებრივია მორალურადაც გვაქვს ის
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა ლიდერებმა აჩვენეს თავისი თავგანწირული ამ სცენარს მიყვებით? რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომ ხაზარაძე ჯაფარიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არიან სატუსაღოში, ჩვენ მაინც ეს გარემოება ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ისევე როგორც ზეგავლენას ვერ მოახდენს სხვა პარტიების გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, რომელიც ვნახეთ გუშინ წინ იმ ფორმით, როგორითაც ის საზოგადოებასთან ერთად გავიგეთ ჩვენ. არა, როგორ გაიგეთ საზოგადოებასთან ერთად, ბატონი უგზარი აგერ საუბრობდა, რომ მანამ სანამ ამ განცხადებას გააკეთებდნენ, დაახლოებით 4 დღის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრა, რომელშიც თქვენს მონაწილეობით სხვა რაღაცას ვიძახი, ეს სწორია. მე ვიძახი, რომ აი ეს ბრიფინგის ფორმა იყო ჩვენთვის იმ მომენტში გავიგეთ, რომ ეს ბრიფინგით გაცხადდებოდა, თორე პირიქით, მეც მაგის დადასტურება მინდა, რომ ჩვენთვის მათი პოზიცია, ისევე როგორც საზოგადოებისთვის, ხომ ცნობილი იყო. ჩვენ ახალი ამ თვალსაზრისით არ გაგვიგია. ისინი იყვნენ ბოიკოტის მომხრენი და უბრალოდ ვნახეთ, რომ აი ამ ფორმით, ბრიფინგების ენით, უცბად, ისე რომ რაღაცა კონკრეტული მანამდე არ ყოფილა თქმული, რომ მოდი ჩვენ ახლა აი ამას ვაპირებთ, თქვენ ისე დააპირებთ. ეს არ თქვენთვის ეს მოულოდნელი უსიამოვნება იყო. უსიამოვნებაზე აქ არ არის საუბარი. მოულოდნელობა, კარგი, მოდი ასე. უსიამოვნო მოულოდნელობა იყო. ანუ 4 დღის განმავლობაში გაქვთ ერთმანეთთან კოორდინაციას, ხედხართ, მსჯელობთ, ისინი ძახიან რატომ სჯობს ბოიკოტი, ეს წარმომიდგენია თუ რაიმე მეშლება დავაზუსტოთ. თქვენ უმტკიცებთ თქვენი არგუმენტების მოშველებით რატომ სჯობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ამ ფორმატის შეხვედრები იმართებოდა და მოულოდნელად თქვენ ასე ტელევიზორს უყურებთ და იგებთ, რომ ის 8 ოპოზიციური პარტია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გემსჯელებოდა და არ უთქვამთ, რომ საჯაროდ აპირებდნენ ასეთი განცხადების გაკეთებას, გამოდის და აკეთებს განცხადებას. არის თუ არა ეს რაღაცა უსიამოვნო მოულოდნელობა თქვენთვის? მოულოდნელობის ნაწილში გეთანხმებით, ცუდია ზოგადად, არ არის კარგი, როდესაც ჩვენთვის სამწუხაროა უფრო სწორედ, რომ ის ცდელობა მრავალეტაპიანი, სხვადასხვა ფორმატში, ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსებთან თუ სხვადასხვა ფორმატი იყო, იცით რომ იყო წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატი სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ სხვა ფორმატებიც არსებობდა, სადაც ჩვენ ხვდებოდით სამუშაო რეჟიმში ბოლო პერიოდში ინტენსიურად, განსაკუთრებით, როდესაც ლიდერები წავიდნენ საპატიმროში, როდესაც ისინი დააპატიმრეს, მე თვითონაც ვიღებდი ამ შეხვედრებში მონაწილეობას და ეს იყო გამოძახილი და გაგრძელება იმ ჩვენი ინიციატივისა, აი რამდენიმე კვირის წინ ჩვენ თავად რომ გავაჟღერეთ, ჩვენ რატომ ვერ მოახერხეთ დარწმუნება კოლეგა ოპოზიციონერების, რომ აი იქნებ არ ქონდათ საკმარისად, ასე ვთქვათ, მყარი, უტყუარი არგუმენტები, რომ ერთობლივი ძალებით, აი როგორც თქვენგან გაცხადებულად ვიცით, ხო, შეთანხმებული მერობის კანდიდატებით შესაძლებელია მათ შორის დედაქალაქში ქართული ოცნების დამარცხება. რატომ ვერ დაარწმუნეთ? ხო, ეს შეგიძლიათ მათ ვკითხოთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენი მხრიდან აი საზოგადოებამაც რომ იცოდეს, ხო? არის ორი უკიდურესი პოზიცია. ერთი პოზიცია არის ბოიკოტი, ანუ არჩევნების ბოიკოტი, მეორე პოზიცია არის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთოდ მოდი სახელსაც ნუ ვუწოდებთ ასეც, იმიტომ რომ შინაარსობრივად სულ სხვა რაიმე გვინდა რომ აქედან მივიღოთ. ხო, ჩვენ გვინდა ბრძოლა. აი ბრძოლაში შესვლა, არა თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ბრძოლაში შესვლა. არსებობს ორი გზა, რომელიც ერთი რწმენითა და მეორე რწმენით ჩვენ გვაახლოვებს ჩვენს მთავარ მიზანს. და ეს კიდევ ერთხელ ყოველთვის უნდა ითქვას საზოგადოებისთვის, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ სპიკერის. ანუ მეორე გზაც არსებობს, ბოიკოტის გზაც. ოღონდ ეს ბოიკოტის გზა არის საერთო ამოცანისთვის, საერთო მიზნისთვის, ხო? ეს არის საბოლოო მიზანი თუ ამოცანა გნებავთ რეჟიმის ცვლილება და რეჟიმის ცვლილება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებით, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს არის რამდენიმე თვის განმავლობაში უცვლელად არსებული მოთხოვნა საზოგადოების, რომლის თანაზიარნის ვართ პოლიტიკური პარტია. მაგრამ თუ აქამდე არ შესრულებულა ეს მოთხოვნა, რა გარანტიაა, რომ მაინც და მაინც ან წინა საარჩევნოდ შესრულდება, ან აი არჩევნების შედეგების გამოცხადების გარანტია რომ არ არსებობს და გარანტიები როგორ შეიძლება მივცეთ ჩვენ, როდესაც ვართ შუა პროცესში, ჩვენ ამას ვითხოვთ. ჩვენ ამას მოვითხოვთ და გვინდა პერსპექტივა ხომ მაინც უნდა დამანახოთ, აი მე როგორც ამ მომრჩეველს, ხო, იმისათვის რომ გავამართლო
ლელოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე შეფასებები მოვისმინეთ, არ ვიცი იქ რა ტერმინოლოგიით იყო საუბარი ბოიკოტის მომხრეების მხრიდან თქვენი მისამართი, როგორც რა სიტყვებით ცდილობდნენ თქვენს გადარწმუნებას, მაგრამ აგერ თქვა ციკლაურმა, რომ პრაგმატულადაც, იდეოლოგიურადაც, მორალურადაც არ არისო გამართლებული, რომ ქართული ოცნების არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეტიც თქვა, მან თქვა, რომ ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში ძალიან ემსგავსება თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება და ქართული ოცნების დამოკიდებულება პროტესტის მიმართ ძალიან ემსგავსება ერთმანეთს და პროტესტის მიმართ, რომ აი ეს არის რაღაცა მინავლებისკენ მიდის პროტესტი, ეს არის მხოლოდ კონკრეტული ასე ვთქვათ ბაბლის მიერ გამოხატული პროტესტი და ასე ან თითქოს აი დაკნინებას ცდილობთ თქვენ ისევე როგორც ქართული ოცნება აი ამ აქციის მონაწილეები. ვერავის ვერ დავეთანხმები ამ შეფასებაში. მე მით უმეტეს ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც პრაქტიკულად ყოველ საღამოს დადის რუსთაველზე უწყვეტად ამდენი თვის განმავლობაში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აი უკვე რუტინა არის, ხო? ეს ჩვენთვის ყველასთვის ყოველ საღამოს გადავკეტოთ რუსთაველის გამზირი, ერთ-ერთი ვარ და მიმაჩნია და ჩვენს პარტიას ლელოს ძლიერ საქართველოს ასევე მიაჩნია, რომ ამ პროტესტის უწყვეტობა მიუხედავად იმისა, ეს ხომ დაკნინება კი არა, ეს ხო ობიექტური რეალობაა, რომ დეკემბრის დასაწყისში რამდენი ხალხიც გამოდიოდა და რამხელაც იყო ის დუღილი, ეს არ არის დღეს, ხო? მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს პროტესტის უწყვეტობის მნიშვნელობას. პირიქით, პროტესტი რომ უწყვეტად არსებობს და სწორედ სიმბოლურად რუსთაველზე რომ არსებობს, დღემდე ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, ეს არის იმ წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლური გამოხატულება, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს და რომლის დამსახურებაც არის მთელი ეს ამდენი თვის განმავლობაში ნაშენები პროცესი და შედეგი, ხო? დელეგიტიმაციის პოლიტიკის, ქართული ოცნების იზოლაციის, სანქციების პაკეტისა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოიტანა ამ მთავარმა. წინააღმდეგობის მოძრაობა არის ჩვენთვის მთავარი მაგისტრალი, თუ გნებავთ, ასე დავარქვათ, იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გულისხმობს რეჟიმის ცვლილებას. მაგრამ აი ამ მაგისტრალის მიღმა კიდევ თუ დამატებითი ფლანგები შეიძლება არსებობდეს, რომელიც ისევ იმ საბოლოო წერტილამდე მიგვიყვანს, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვაერთიანებს. ხო, უბრალოდ ჩვენ თვლით, რომ იმ წერტილამდე მისასვლელი გზა ერთი უფრო შეიძლება იყოს ეფექტური. სხვები თვლიან, რომ მეორე შეიძლება იყოს უფრო მეტად ეფექტური. მოლაპარაკებების მაგიდაზე მერწმუნეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკოსებთან, კოლეგა პოლიტიკოსებთან საუბარი ისეთ რეჟიმში, სამუშაო რეჟიმში, კონსტრუქციულ რეჟიმში, რომ იქ არაფერი მძიმე საკითხები არ არის დახურული. არ მგონია? არა, მე გესაუბრებით რა იყო წინა შეხვედრებზე მანამდე. ხო, რეალობა და მოცემულობა გვაქვს ასეთი, ანუ ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და პირდაპირ ამბობენ, რომ ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ქართულ ოცნებას და ეს არის ქართველი ხალხის ღალატი. აი პირდაპირ გეკითხებით თქვენ. ეს ამაზე მოგახსენებთ ახლა, დიახ. მე თქვენი, არ ვიცი, პასუხებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არც ლელო აპირებს საკუთარი პოზიციის შეცვლას, იმიტომ რომ თქვენ მიყვებით იმ სცენარს და სტრატეგიას, რომელიც პარტიაში და კოალიციაში განსაზღვრული იყო ჯერ კიდევ ლიდერების დაკავებამდე და ლიდერების დაკავებამ თუ არ შეგაცვლევინათ პოზიცია ნაკლებად მგონია ახლა რაიმე მიქონიოს ზეგავლერა. ანუ იქნება თუ არა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ერთგვარი წყალგამყოფით ქვენსა და ბოიკოტის მონაწილეებს შორის. ანუ აი ვერ გავიგი როდესაც საუბრობდით ისე ხომ არ გამოვა რომ თქვენ არჩევნებისთვის ემზადებით, ჩადიხართ არ ვიცი რეგიონებში და ამომრჩეველს მოუწოდებთ რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს საარჩევნო უბანთან და ქართული ოცნების წინააღმდეგ მისცეს ხმა, მაშინ როდესაც ხვები დადიან და ეუბნებიან რომ საერთოდ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს და მეორე, ანუ თქვენ არჩევნებში მონაწილეობთ 4 ოქტომბერს და ბოიკოტის მომხრეები არიან ქუჩაში გამოსული. აი ეს ორი რამდენად არის თავსებადი ერთმანეთთან თუ პირიქით ფიქრობთ რომ რატომაც არა ჩვენ აქ ვიბრძოლებთ არჩევნებზე იმავთ ქუჩაში იბრძოლონ და მერე სადღაც ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. ძალიან კარგია რომ თქვენ ამ მიმართულებით წაიყვანეთ ახლა ჩვენი საუბარი და მეც შევეცდები შესაბამისი პასუხი გავცე. პირველ რიგში ჩვენი პოზიცია. რა იყო ჩვენი პოზიცია? ჩვენ არ დაგვიფიქსირებია კონკრეტული პოზიცია გადაწყვეტილების სახით. ჩვენ ვამბობთ რომ ვფიქრობთ ეს არის უკეთესი გზა და ამდენი კვირის განმავლობაში ჩვენ მთელ ჩვენს ადამიანურ რესურსს, ხო, დროის რესურსს ხარჯავდით
და საუბრობდით საჯაროდაც ერთიანობის მნიშვნელობას. ვინაიდან არის ეს ორი პოზიცია, ერთმანეთისაგან განსხვავებული, ვამბობდით, რომ ერთიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ მნიშვნელოვანი კომპრომისებისთვის და სადღაცა შუაში, ხო, შეიძლება რომ გავჩერდეთ. ესე ხდება, ხო, მოლაპარაკებები, ასე ხდება კომპრომისის ძიება, რაღაცა ნაბიჯი გადავდგა და ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება ჯერ კიდევ მამუკა ხაზარაძის მიერ რა იყო? თბილისზე გავაკეთოთ კონცენტრირება. თბილისი, სადაც ორი მონაცემი. პირველი, თუნდაც იმ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგი, ოფიციალური შედეგებითაც 4 კოალიციამ რამდენიმე პროცენტით მეტი აიღო, ვიდრე ქართულმა ოცნებამ, ერთი მონაცემი და მეორე იმის მერე რამდენი რამ მოხდა 28 ნოემბერი მოხდა და ეს აქციები და ყველაფერი და ნახეთ ჩვენ სოციოლოგიურად გაზომილი ისტორიულ მინიმუმზე დაყვანილი ქართული ოცნების რეიტინგი და თანაფარდობა 4 კოალიციის რეიტინგსა და ქართული ოცნების რეიტინგს შორის რა იყო 25% ოცნებას 67%-მდე 4 კოალიციას. შესაბამისად, იმდენად დიდი არის ეს განსხვავება რეიტინგებს შორის, რომ მოდი გავაკეთოთ თბილისზე აქცენტი. ერთიანობა აქ ვაჩვენოთ, გავხადოთ ეს, მას მივცეთ ზეპარტიული შინაარსი. ამის გამო ჩვენ მზადა ვართ დავთმოთ ჩვენი პარტიული ნომერი მათ შორის ეს იდენტობა და მოგუსმენია, მაგრამ აი ამ ასე ვთქვათ, მესმის, მაგრამ ვერ დაარწმუნეთ ან თვით თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ვერ დავარწმუნეთ. მოდის თქვენ და საზოგადოებამ გავდსაჯოთ. აი ხო თუ არა ჩვენი მხრიდან ეს კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამით ხო ჩვენ ვაჩვენთ რომ ჩვენთვის პარტიული ვიწრო პარტიული ინტერესი არ არსებობს. გასაგებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მოგების შანსი აქვს. აი ახლა 2 ივლისს სულ ცოტა უნდა ყავდეს ოპოზიციას შერჩეული ისეთი მერობის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც თუნდაც საერთო ოპოზიციური ფლანგის შეთანხმების შემთხვევაში ჯეროვან კონკურენციას გაუწევდა ქართული ოცნების კანდიდატს. აი ავიღოთ კახიკალც. არის ასეთი შეთანხმებული კანდიდატი. აუცილებლად იქნებოდა ეს შეკითხვა დასმული ბოიკოტის მომხრეების მხრიდან. აი დამისახელე ვინ შეიძლება იყო? არა, აქ არ იყო საუბარი და ჩვენი პარტიის ლიდერები ციხეში არიან, მათი ლიდერები ციხეში არიან. ეს მაინც იქნება დამაზიანებელი პოლიტიკური ძალების. ოღონდ ეს არ ყოფილა ჩვენი მოლაპარაკების პერიოდში და პირობებში საკითხი, რომელსაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღებაზე მიიღოს ზეგავლენა. მერობის კანდიდატის გამო არ ყოფილა ის პოზიციების დაკავება, რომელიც მათ დაიკავეს და რომელი პოზიცია ჩვენ მოეწონათ ის მერობის კანდიდატი. არა, მერობის კანდიდატი საერთოდ არ იყო. მერობის კანდიდატი, საუბარი იყო იმაზე, რომ გავაკეთოთ, ანუ ისეთი კანდიდატი შევარჩიოთ, ვინც იქნება ყველასთვის მისაღები და კონსენსუალური. ვინ არის ასეთი, იმიტომ რომ აქ ეს არ ყოფილა მთავარი. ეს არ ყოფილა განსაზღვრელი თქო მათი უარისა. ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს მერობის კანდიდატი ვინ იქნება შეთანხმებული? კრიტერიუმი არ იყო. საერთოდ მანამდე არ მისულა. მანამდე არ მისულა. ისინი არ განიხილავდნენ თუნდაც ამ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენ ამბობდით რომ მოდი იქნებ თქვენ შემოგთავაზოთ ალტერნატივა კომპრომისისა. ისინი ამბობდნენ რომ ეს პოზიცია არის უცვლელი. ახლა ისე უნდა დაუბრუნდე, ახლა ვერ დავტოვებდი პასუხად რას თქვენ. ჩვენ მერობის სავარაუდო კანდიდატი. ჩვენ მზად ვიყავით რომ მერობის კანდიდატი ყოფილიყო არაპოლიტიკური პირი, არაპოლიტიკური ლიდერი თუ მათ შორის. და მიგვეცა ესეთი ეს ხო ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, სწორედ ამის თქმა გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ბრძოლა ყოფილიყო, სადაც თბილისის მოსახლეობა მაგალითად გაყვებოდა პირს და ეს იქნებოდა განსაკუთრებული შემთხვევა. არ ვიცი, სამეცნიერო სფეროდან, კულტურის სფეროდან, სპორტიდან. საქართველოში ყავს ისეთი ადამიანები, ვისაც უნარიც ექნებოდა იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქს გაძღოლოდა და ამავდროულად არ ექნებოდა რომელიმე პარტიის პოლიტიკური ლიდერი, რათა კონსენსუალური ყოფილიყო, თორე ზოგადად რა თქმა უნდა პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, მათ შორის მერები და სხვები. მაგრამ ანუ შეგიძლიათ ასეთების დასახელება. აქ არ გთხოვთ. შესაძლებელია. ცხადია. თუ უკვე ასე ვთქვათ, შეთვალიერებული ასეთი ადამიანები, შესაძლებელი ალბათ ამ დროს უკვე შეთანხმებაც უნდა იყოს მიღწეული. კი ბატონო, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება აქეთ მხარეს, ანუ ამ ეტაპისთვის ხომ არ არსებობს. მე რისი თქმა მინდა. ის, რასაც ბრალად გვდებენ, ან ჰიპოთეზურ ბრალად გვდებენ, ხო, ეს რა თქმა უნდა მიუღებელი და არასწორი არის, ახლა რომელ ღალატზე არის საუბარი, რომელ ქართული ოცნების
თამაშში შეყოლაზე არის საუბარი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში სხედან, ხო? თქვენ გახსოვთ, თავდაპირველი არგუმენტები როგორ ნელ-ნელა შემოეცალა დისკუსიას, ხო, იქით ამ მხრიდან რაც მოდიოდა. აი, ლეგიტიმაციას მიცემსო. მათი ლიდერები ციხეში სხედან. მათი ლიდერებიც რო სხედან, მით უმეტ. არა, სწორედ მაგას ვამბობ, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ვითარების ნორმალიზება ერთი წუთი. არა, მაგას არ ვამბობ, პირიქით. ვითარების ნორმალიზება მოხდებაო თუ შევყვებითო არჩევნებშიო. როგორ უნდა მოხდეს, გეკითხებით, ვითარების ნორმალიზება პოლიტიკურმა პარტიებმა რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რომელთა ლიდერები სხედან ციხეში და 4 ოქტომბერსაც ციხეში ისხდებიან. ხალხის თვალში მოხდება ვითარების ნორმალიზება თუ რომელიმე უცხოური ორგანიზაციისა, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება იტყვის, რომ რა კარგი არჩევნები ჩაუტარებია ივანიშვილს, რომელთა ლიდერები ხავსო გამომწყდეული. ეს ერთი. ბოლოს აი დავამთავრებ თუ შეიძლება. და ეს ერთი თანამშრომლობაზე საუბრობენ. ეს ქართულ ოცნებას რა უნდა ვითანამშრომლოთ? არჩევნებში, მით უმეტეს რეჟიმის არადემოკრატიულ ქვეყანაში, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას როდიდან ჰქვია თანამშრომლობა? 26 ოქტომბერს არ იყო რეჟიმი? 26 ოქტომბრის არჩევნებში ყველამ რომ მივიღეთ მონაწილეობა და ის რომ არ გაგვეკეთებინა დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდი და ქართული ოცნება დღეს არალეგიტიმური არ იქნებოდა. მაშინ ვითანამშრომლეთ ჩვენ ქართულ ოცნებასთან იმ არჩევნებში რომ შევედით, რომელიც სპეცოპერაციით გააყალბეს? რატომ უნდა დავარქვათ ასეთი ტიპის სახელები და ასეთი არასწორი აღქმები გაუჩინოთ საზოგადოებას, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვფიქრობთ, რომ რეჟიმი არის ჩვენი მთავარი სამიზნე და ოპოზიცია, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, ჩვენი სამიზნე ვერ იქნება. ჩვენ ოპოზიცია, რაც არ უნდა წამოვიდეს მეორე მხრიდან სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ბრძოლა ომი არის მოსაგები რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ომში ჩვენ ყველას ერთმანეთი დაგვჭირდება ერთიანობა, დაგვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა დავამარცხოთ რეჟიმი. შესაბამისად, ჩვენ სამიზნეს ნამდვილად არ გავასწორებთ ამ შემთხვევაში და ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენს ოპონენტებთან, რომელსაც თანამებრძოლებად მივიჩნევთ. და ბოლოს მინდა კითხოთ, არ ვიცი ახლა მარტოც განიხილათ არჩევნებში მონაწილეობას თუ გახარიასთან გააქვთ გარკვეული კოორდინაცია და შესაძლებელია თუ არა სწორედ არსებობს, ანუ მოდი თავების თვლასავით რო არ გამოვიდეს, მესმის რომ იქ რვა პოლიტიკა არა ხმების უფრო სწორედ არა სხვა რაღაცას გულისხმობ არის არჩევნების შედეგები მაგას არ გულისხმობ აი რვა პოლიტიკური პარტია არის იქ ჩვენ ყველა ფასეულია ჩვენთვის ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია დღემდე მაგრამ აქ ხომ ისე ნუ ვიტყვით რომ იქით შეიძლება იყოს რაოდენობრივად უფრო ცოტა და იქით რაოდენობრივად უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზაცია ხარიას რადგან აქვს გაცხადებული საკუთარი მაგას ვამბობ აქ ხო ელექტორალურ ერთმანეთთან შესაძლებელია ელექტორალურ წონაც ხომ მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში მე ამის შესახებ ფაქტია რომ გახარიას პარტია მონაწილეობს არსებობს კიდევ სხვა ჯგუფები ჩვენ ამ ბოლო რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ და როდესაც დადგებათ რომ ბევრი დრო არ არის სადაც დარჩენილი ხო ეხლა ერთი თვე არის დარჩენილი საერთოდ სამართლებრივ ვადამდე ჩვენ გადაწყვეტილებას მონაწილეობას განიხილავთ შესაძლებლობას ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას მაგრამ როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის შესახებ საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა იქნება შესაბამის ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ყოველ შემთხვევაში ესეთი შტაბეჭება შეიძლება დაგჭირთ მაგრამ ჩვენი პოზიცია რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია არის უცვლელი პოზიცია და არგუმენტები აქეთ ხარის არის ესეთი და ვფიქრობთ რომ ეს ბრძოლა და ის ბრძოლა ერთმანეთს არ შეუშლის განსხვავებით მეორე მხარეს ყოფი პოლიტიკური ძალებისგან რომელიც ფიქრობენ რომ ეს ერთმანეთის გამომრიცხავია. მადლობა გიორგი სიორიძეს, ლეო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. გეტყვით რომ შედგება თუ არა საერთო ასე ვთქვათ ოპოზიციური ფრონტი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის როგორც ჩანს არა ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ერთგული რჩება ნაწილი განიხილავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიუხედავად იმისა რომ აი ბოიკოტის მომხრეებისგან ძალიან მძაფრი შეფასებები ისმის რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება სპეცოპერაცია და ვინც მონაწილეობას მიიღებს, ის ქართული ოცნების საქმეს გააკეთებს. ხოთშერს ძალიან საინტერესო ვინ რას აპირებს ასევე 4 ოქტომბერს, აგერ ნაციონალურმა მოძრაობამ არც დამალო, რომ ისინი საერთო სახალხო პროცესს
შეუერთდებიან პაატა ბურჭულაძის პოზიცია, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამომრჩეველი შეიკრიბოს ერთ დიდ სივრცეში 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მათთვის მისაღები. აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით, მადლობა განცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ. ხო, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. კიდევ ველოდებით ლელოს საბოლოო პასუხს თუ თქვენთვის უკვე ყველაფერი გასაგებია? არა, გასაგები არაფერი არ იქნება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ლელო კვლავ დარჩება თავის ძველ პოზიციაზე და მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მე როგორც წესი უსმენ ხოლმე თქვენს გადაცემებს, ჩემს წინ მოწვეულ სტუმრებს, ნუ ახლა ერთი უცნაური რამეა, მე არ შევარ ახლა იმ დებატებში ვინ არის მართალი და ვინ არა. მოდი ჩავთვალოთ, რომ ჩვენ არა ვართ მართალი, ვინც ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. და მოდი დავუშვათ, რომ ლელო იყო მართალი და მართლა იყო თბილისში გამარჯვების შანსი. ოღონდ თვითონ ვამბობენ, რომ ეს გამარჯვების შანსი იყო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვეყოლებოდა საერთო ფრონტით, საერთო სიით, საერთო კანდიდატით და ყველანი ერთად გამოვიდოდით. ეს წინაპირობა უკვე აღარ შესრულდა. ანუ გამარჯვების შანსი აღარ არსებობს ხო მონაწილეთათვის. არა, ასე არ ფიქრობენ ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკური ძალები, ვისთანაც დალაპარაკება, კოორდინაცია ამ საკითხის გარშემო შესაძლებელია. მათ შორის გახარია სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც არიან, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ხო გესმოდათ, ანუ იყავით რა, ამიტომ რამე შემიშალა. გამარჯვების წინაპირობად და 4 იყო ყველა ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, საარჩევნო ბრძოლის უნარი, ყველას მობილიზება, ყველას აქტიური ჩართულობა. მინიმუმ ეს უკვე ვეღარ იქნება, ხო? ამაში მონაწილეობას არ მიიღებს 8 პოლიტიკური პარტია. რამდენი მიიღებს, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, მინიმუმ 2-ად ხო არ იყო გაყოფილი. ანუ გამარჯვების, ეგრეთ წოდებული გამარჯვების წინაპირობა უკვე აღარ არსებობს, ხო? ამიტომ მე მაინტერესებს უკვე რა ამოცანებისთვის შეიძლება შევიდეს ლელო ამ არჩევნებში. ის ამოცანა უკვე მიუღწევადია. თუ ლელო შეძლებს, იცი რა, შეიძლება ლელო ამბობს, რომ მას ცალკე, მას ერთ როგორც ერთ სუბიექტს აქვს ბრძოლის უნარი, თან ძალიან სასაცილოა ხოლმე ნებისმიერი ვინმეს მხრიდან, როცა ლაპარაკი არის არა პოლიტიკურ კანდიდატზე. არა პოლიტიკურ ლიდერზე. უნდა ვაღიარო, აი არ მჯერა, რომ თუნდაც იმ ბოლო გამართული შეხვედრების დროს ბოიკოტის მომხრეებმა არ სთხოვეთ დაესახელებინათ მინიმუმ 3 ისეთი კანდიდატი, რომლის გარშემოც ოპოზიციის გაერთიანება მოიტანდა შედეგს. ეს არჩევნები ხო არის? არ კითხეთ, შეგვიძლია ხო გთხოვთ დაასახელოთ არ გაინტერესებდათ? არა და მარტივი რამის გამო ემა გეტყვით ეხლავე ძალიან რაც არ უნდა უცნაური იყოს გეტყვით ეხლა ლაპარაკი რომ ეხლა წარმოიდგინეთ შეიძლება თუ არა ქვეყანაში არსებობდეს კაცი რომელიც მზად არის თავისი ნებელობით მზად არის პოლიტიკური ბრძოლა მიიღოს ბრძოლა ომი ემა იმიტომ რომ ქუჩაში ირბენენ შეიარაღებული ჯგუფები კეტებით იარაღი და ასე შემდეგ ისე როგორც იყო სხვა არჩევნებზეც და თუ ჩვენ თბილისში განსაკუთრებით სადაც ქართულმა ოცნებამ წააგო დღეს ხო პირდაპირ ტერორში ჩაატარებენ არჩევნებს იმიტომ რომ მართლა რო არჩევნები ჩატარდეს თბილისში მათ ნამდვილ არჩევნებში დამარცხების 100%-იანი ისა რა ქვია წინასწარი გარანტია დამარცხების ამიტომ წარმოგიდგენიათ თუ არა თქვენ რომ არის ვიღაც ლიდერი რომელიც უბრალოდ კანდიდატი რომელიც თურმე ლიდერი არ არის უბრალოდ პროფესორია სადღაც კარგ ლექციებს კითხულობენ ოღონდ არის ბრძოლის უნარი აქვს არც ომის უნარი აქვს ომია ომი ოღონდ ხვები ომობს მის მაგივრად წარმოგიდგენიათ რომ ასეთი კანდიდატი ომი გაიმართება ვერ გაიმართება ალბათ ლელოს აქვს ნაფიქრი და კანდიდატებიც ეყოლება თუ ასეთი კანდიდატი არსებობს ის უკვე იქნება პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკური ლიდერი ის იქნება ბრძოლის ველზე უკვე იმიტომ რომ რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს არ ხელმძღვანელობს არც ერთი პოლიტიკური პარტია ამიტომ გეუბნებით რომ ვერ დავიჯერებ რომ არ იყო დასახელებული სავარაუდო კანდიდატები არა არსებობს ანუ არ ყავთ ესე იგი არ ყავთ გამორიცხულია ვერ ეყოლებათ ისეთი კანდიდატი რატო იცი მოდი შევარჩიოთ რა უნდა შევარჩიოთ შეუძლებელია ესეთი რამის რა ქვია ანუ ახლა აპირებდნენ შერჩევას აი ამ შეხვედრების დროს არ ვიცი რას აპირებდნენ შეუძლებელია ყავდეთ და მოდი შევარჩიოთ მე მეუნები რომ შეუძლებელია ესეთი კაცის ძებნა ესეთი კაცები არ იძებნება ესეთი არ ყავთ რადგან გეუბნებოდნენ რომ მოდი შევარჩიოთ ჯერ არ ყავთ ასეთი კანდიდატი მათ არ კამათები ეხლა უკვე შენ გეკამათები ესეთი კაცი რო არსებობდეს ძებნაც არ დაჭირდება თქო იმიტომ რომ რუსთაველზე ჩვენ სანამ პოლიტიკური პარტიები მოუწოდებდით ხალხს პროტესტისკენ მიტინგს და პროტესტს არ ქონდა ის მასშტაბი რაც შემდეგ მიიღო
როდის მიიღო მიტინგმა და პროტესტმა დიდი და უზარმაზარი მასშტაბი კობახიძის გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან გააკეთა განცხადება წვეთ ევროპროცესებში მონაწილეობასო. და ამის შემდეგ ხალხი გამოვიდა თვითორგანიზებულად. იქ წარმოიშვა ლიდერები, წარმოშობილი ეს ლიდერები და ჩვენ სად უნდა ვეძებოთ ვიღაცა, რომლის სახელი და გვარი არც ვიცით. ანუ თუ ძალიან დიდი ბოდიში რა, თუ ნეიტრალური, ასე ვთქვათ, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, რომელიც ჯეროვან კონკურენციას გაუწევს ქართული ოცნების კანდიდატს, ჯერ კიდევ საძებარია. თუ ამ შემთხვევაში რა თქვენ თანხმობთ, ხო შეიძლება თუ ლელოს არ აქვს ოპოზიციური მხარდაჭერა, არა სხვა შეკითხვას ხო ბატონო აკაკი, ანუ ალბათ ამაზე მაინც გიფიქრიათ, თუ არც კანდიდატი ყავთ, არც ოპოზიციის მხარდაჭერა აქვთ, არ ვიცი ხა ბოლო გამოკითხვები, ლელოს რეიტინგი რამდენი იყო, აი 12, 13, 15%, რა არ ვიცი გახარიასთან ერთად ერთობლივი ძალებით რა შედეგამდე შეუძლიათ მხარდაჭერის გაზრდა რა რჯით? არ ვიცი, მათ უნდა კითხოთ რა. თქვენ არ კითხეთ? რო ვკითხეთ, გვებულობთ იმ პასუხს, რასაც თქვენ გებულობთ, ჩვენ გვაქვს თბილისის მოგების შანსი. არჩევნებში ჩვენ ნამდვილად გვაქვს თბილისის მოგების შანსი. ოღონდ ეს არჩევნები არ იქნება. მე ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არ არის ოპოზიციის მხრიდან ზოგადად ესეთი დამოკიდებულება სწორი, რომ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მაშინ მივიღებთ თუ მოვიგებთ. არა, ჩვენ ამას არ ვამბობთ. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას, რომელშიც იქნება გარანტირებული ხალხის ნების დაფიქსირება. ხალხს უნდა ბიძინა ივანიშვილი, დარჩება ბიძინა ივანიშვილი. ხალხს უნდა ოპოზიციის გამარჯვება, უნდა მოიგოს ოპოზიციამ. მაგრამ დღეს არ არის ეგ მდგომარეობა, დღეს ხალხის ნება კი არ ფიქსირდება. რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ქართული ოცნება გადაწერს ამ შედეგს. რატო ვერ გადაწერა თბილისში? იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ჰქონდა შიში ხალხის პროტესტის გადაწყვეტების რესურსი არსებობს ლელოსი, აი გულწრფელად მიპასუხეთ და 100% და რამდენი? ჩემი საზრით არსებობს. რამდენი? 100%. და თვითონვე მიიღებენ თუ ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც წინაპირობა ბრძოლის დაწყების 3 ოქტომბერს? არ ვიცი როდის, მაგრამ უნდა მიიღონ ოდნავი პასუხისმგებლობის გზნობა მაინც თუ აქვს პოლიტიკური. რატო კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ლელო მხოლოდ ბრძოლას ვერ გამართავს. თუნდაც ისეთ ბრძოლას, რომელიც დააზიანებს ქართულ ოცნებას. ვერც გახარიასთან ერთად ხალხო რა გჭირთ ახლა იმასთან ამასთან ყველანი ერთადაც კი იმ უხეში ფიზიკური ძალის წინააღმდეგ ვართ არა ესე ვთქვათ თქვენ თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, მაინც დაჭირდება უხეში ფიზიკური ძალის გამოყენება ქართულ ოცნებას? ან როდესაც ამბობთ რომ 4 ოქტომბერსო ბრძოლა იქნებაო, ხელკეტებითო შეიარაღებული ხალხი ირბენსო და დააშინებენო, ან ოპოზიციას გაუსწორდებიან, თუ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას გახარიას და ლელოს წინააღმდეგ, მაინც დაჭირდებათ მსგავსი ქმედებების განხორციელება. მოდი ნუავრებთ. თუ ეს იქნებოდა ეს საერთო ოპოზიციის ფრონტი თუ იქნებოდა. სწორედ მაგას ვამბობ, რომ ეხლა ეს არ იქნება. ამიტომ ვერ დააზიანებენ ამ პროცესით ქართულ ოცნებას. თუ ესენი იტყვიან და იტყვიან რომ აი არჩევნები ჩატარდა, ქართულ ოცნება ძალიან მშვიდ გარემოში ჩაატარებს სავარაუდოდ ამ არჩევნებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არ არის არჩევნები. ამ არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს არც საპროტესტო ელექტორატი და არც პოლიტიკური პარტიები, წამყვანი პოლიტიკური პარტიები. სწორედ ამის გამო ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლელო იღებს თავის თავზე. ერთი მხრივ მოდი გადავდოთ, რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება გვეშლება და შეიძლება მართლა ორივე ფრონტი დღის ბრძოლა და რომ არაღიარების პროცესი არ უშლის ერთმანეთს, აი სიორიტი ამბობა, ხო? ჩვენ შევწდებით და არ უშლის. ქუჩაში ისინი საარჩევნო უბნებთან. არა, რაშვაშია ქუჩაში, რატო ვართ ხალხო ქუჩაში ზადად იჩემებია? აგერ თქვა, არა, კი არ დამიჩემებია, აგერ გიორგი ბარაბიძე თქვა, რომ აუცილებელია ყველა გამოვიდეს ქუჩაში 4 ოქტომბერს და ამით გამოხატოს დაჩვენოს ხელისუფლებას. მე რატომ ელაპარაკები? არ გახსოვს ესე იგი ჩემი პოზიციები წარსული. თუ გახსოვს, მაშინ მუდმივად გეუბნებოდი. შიგნით პროტესტი, გარეთ მხარდაჭერის ზებნა. ხო და ყოველთვის ვამბობდი, რომ გარეთ მხარდაჭერის ზებნა უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე თქო. ამიტომ ქუჩა არასდროს მიმინიჭებია ქუჩისთვის იმაზე დიდი მნიშვნელობა ვიდრე აქვს. ქუჩაში პროტესტი უნდა ჩანდეს, პროტესტი შეიძლება ჩანდეს ქუჩაშიც და არა ქუჩაშიც, ოღონდ ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ პარტნიორები ხედავდნენ ქართველი ხალხის ურყევ და უტეხნებას. ამიტომ სად არის აქ მარტო ქუჩაზე ლაპარაკი? პირიქით
იცით აქცენტები სხვაგან ამას. ერთი წამი დავასრულოთ. ამიტომ სადიქნებით 4 ოქტომბერს სადიქნებით. ერთი წუთით 4 ოქტომბრამდე მივიდეთ ემა. ამიტომ მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ მე მეშინია რომ ლელოს ეს საქციელი, ლელოს ეს მოქმედება იმ თავარს დააზიანებს პარტნიორებთან იმ პოლიტიკის გაგრძელებას დააზიანებს, რაც ჯერ ბოლომდე არ მისულა. რატომ ვერ ავხსნით, რომ ამათ ესეთი პოზიცია აქვთ, ჩვენ ასეთი პოზიცია იმიტომ რომ ესე იგი ეს დემოკრატია ქვეყანაში არა ყველაფერი ზუსტად ესია. ოღონდ ესე იგი გამოდის რომ ქართული ხალხის ნება არ არის ერთიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი ლელო სხვანაირად ფიქრობს. ანუ ის ხაზი რომელსაც ჩვენ ვდგევართ, დაირღვევა, ის ხაზი დაზიანდება. მე უნდა დაუწყოთ მტკიცება იმას რომ არა ჩვენ უფრო მეტი ვართ. იქ არ არის ქართული ხალხის ნება ერთიანი და ნაწილი ემხრობა მართლაც არჩევნებში მონაწილეობას. ხო და ამიტომ ხოდა ემხრობა ფაქტია ხედავთ აგერ ლელო. ოღონდ ამბობს რომ ისეთ ბრძოლას გავმართავთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ქართული ოცნების უმსგავსობა, კიდევ ერთხელ დაზიანდება ქართული ოცნება. თუ ეს ასე იქნება, მე 4 ოქტომბერს ხელს ჩამოვართვებ ლელოს და მოვუხდი ბოდიში. ოღონდ არ იქნება ესე და ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ერთ პატარა მაგალითს გავიხსენებ, ჩემი აი წარსულის დინოზავრების დროინდელ პოლიტიკური ცხოვრებიდან. 87 წელს ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო სტუდენტური მიტინგი ან ქუჩაში, ან სასწავლებლის ეზოში. მე ვიყავი სტუდენტების ლიდერი, მე მასწავლებელი ვიყავი მათი, ლექტორი ვიყავი მათი. მე მომყვებოდა და აქედან გამომდინარე პასუხს ვაგებდი სტუდენტების, ესე ვთქვათ, ბედიღბალზეც. მე გადავწყვიტე, რომ იმ წუთში არ იყო მდგომარეობა ისეთი, რომ სტუდენტები დამეყენებინა საფრთხის წინაშე და გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულიყო ეს მიტინგი. გახსოვთ ალბათ ვანო ხუხუნაიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რაც გარდაცვლილი აცხონოს ღმერთმა, საოცარი კაცი. კატეგორიული წინააღმდეგი იყო შიგნით შესვლის, იმიტომ რომ ეთი გარკვეულ უკან დახევათ ითვლებოდა და მithეს კაკობო ბოხიძე, იცოდე პასუხს აგებ, თუ შიგნით მიტინგი არ გამოვა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვცდილობდით რომ ყოფილიყო. მიტინგის დასრულების მერე მოვიდა და ხელი ჩამომართვა. ზუსტად ასე მივალ და ხელს ჩამოვართმევ. ოღონდ თუ იმ პირობას ვერ შეასრულებენ და აი ამ პროცესში შესვლით ვერ მიიღებენ იმას, რომ აი კიდე ერთხელ დავაზიანებთ ქართულ ოცნებას, კიდე ერთხელ ვამხელთ ქართულ ოცნებას, კიდე ერთხელ ჩამოვხსნით იმას რა ქვია, ნიღავს ქართულ ოცნებას. ხო, შეფასებების ხო ძალიან ისეთია ინდივიდუალური, სუბიექტური, ხო? შეიძლება ჩათვალოს ლელომ, რომ დააზიანა. გამოჩნდება პროცესები, ხო? გამოჩნდება ეგ პროცესები. გამოჩნდა ქუჩაში ქართული ოცნების ჩატარებული არჩევნების და პოლიტიკის შედეგი. გამოჩნდება ლელოს პროცესიც, ლელოს პროცესის შედეგი გამოჩნდება. ამიტომ მე მათ ამ შეხვედრებზე სხვათა შორის ვეუბნები, რომ კარგად აფიქრდნენ. შეიძლება ჩვენ ვწდებით, შეიძლება ისინი მართლები არიან, მე წარმატება მინდა უსურვო მათ, ოღონდ ქართული ოცნების დაზიანების საქმეში და არავითარ შემთხვევაში ქართული ოცნების ესე ვთქვათ გამთელების საქმეში. არა, ამაში წარმატებას ვერ უსურვებ. მე არ ვიცი ვინ რეალურად რა დოზით დააზიანებს ქართულ ოცნებას, მაგრამ აი ეს რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ოპოზიციას რომ ძალიან დიდ დაზიანებას აყენებს, ალბათ ამას ანგარიშს უწევთ, არა? კიდე ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობდით, ეხლა თუ ასეთი მძიმე იქნება ვერდიქტი ლელოს მიმართ არჩევნებში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშე ქართული ოცნებისთვის, ანუ როგორც ჩანს, ამის შემდეგ, ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლა. ემა როცა პასუხისმგებელი პასუხს აგებს, დარჩენილი ნაწილი კიდევ უფრო მონოლითური გახდება. ეს პროცესები მხოლოდ საბოლოო ჯამში დრო იკარგება, დრო არ მიდის ისე როგორც ჩვენ გვინდა. ქართული ოცნებაზე ზეწოლა არ მიდის იმ ტემპით როგორც ჩვენ გვინდა. ქართული ოცნება დათმობს და დაკარგავს ხელისუფლებას, ოღონდ არა იმ დროში ჩვენ რო გვინდა. ოღონდ არც ისე ხანგრძლივ დროის მერე როგორც ქართულ ოცნებას გონია. ჩვენი სურვილზე უფრო გვიან იქნება, მაგრამ იმათ ფიქრზე უფრო ადრე. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატია რთული პროცესია. დღეს ნახეთ თქვენ ისინი რა ქვია მე რამდენიმე გახარიას იმას რა ქვია. თავიდან ბოლომდე. აი შემზიზღდა არ ვიცი, კაცობაც, ქალობაც, ყველაფერი შემზიზღდა. ქალი, კაცი ამ ადამიანებს გონი მარტო ბიოლოგიური მნიშვნელობით ესმის და ვერ ხვდებიან რომ ქალის და კაცის
შინაარსში გარდა ბიოლოგიური ნიშანთვისებისა კიდევ უამრავი სხვა რამე. აი დღეს შემზარე ერთი კაცის ცდილობამ რამენაირად ემლიქნელა და შეძრომოდა იმას, რა ქვია, თია წულუკიანს. თვით თია წულუკიანიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და ერთი-ორჯერ ლამის შეაწყვეტინა. აი გახარიასგან თია წულუკიანზე შეტევას რო ვერიტანდა და ხო ნუ აი მიხდით კიდეც ხო თქვენ რატო სხვაზე არ იფიქრეთ ხო? არა, ჩემთვის ახლა ამ გამოკითხვაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო ის, რაზეც გახარიამ ისაუბრა, რომ არსებობდა გეგმა 7 საგუშაგოს ჩადგმისა ჩორჩენას ტერიტორიაზე, ქართული საგუშაგო იგულისხმება და საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, არ ვიცი, ვიღაცის უთავბოლობით თუ ვიღაცის გამოისობით ვიღაცის მაღალი თანამდებობის შინაგან საქმეთა მინისტრის და სუსის მაშინდელი ხელმძღვანელის რომ ქართული საგუშაგოების ნაცვლად იქ აღმოცენდა ოკუპანტების საგუშაგოები. ანუ ეს უფრო საინტერესო და საგულისხმო იყო ჩემთვის, ანუ. აი უყურე, შეთვის ეგ იყო საგულისხმო. მე კიდევ უფრო მეტ საგულისხმოს მიგითითებდით. ჯერ ერთი კაცმა არ იცის იქ რო 5 საგუშაგო არ გაჩენილიყო, შეიძლება ერთიც აღარ დარჩენილიყო ქართული და სულ ყველა საოკუპაციო საგუშაგოები აღმოცენებულიყო. კაცმა არ იცის რა მოხდებოდა ის რო არ მომხდარიყო. ეგ გადავდოთ. მაგრამ მოდი მივიღოთ ის მოცემულობა ისე, როგორც ქართული ოცნება აყენებს აქაც, რომ გიორგი გახარიამ უცხო ქვეყნის, თან არასახელებენ რომელი ქვეყნის, უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად იმოქმედა და ხელოვნურად დაძაბა თურმე ჩვენ მტრებთან ურთიერთობა, ხო? და ეს ხალხი ვინ არის, კი მაგრამ ეს ხალხი ვინ არის? ეს ხალხი არ არის, ვინც მერე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად აირჩია? ეს ადამიანები ის არ არიან? მოდი დაუშვათ, რომ მაშინ არ იცოდნენ გიორგი გახარიას ღალატის შესახებ და ეხლა გაიგეს თუ ეს ღალატი იყო. მაგრამ სუსის უფროსი რო ამბობს, რომ მე მაშინვე წინააღმდეგი ვიყავიო და ჩემთან გახარიამაც ხო იცოდა წელიწად ნახევარი იყო მას შემდეგ პრემიერი და ხომ ხედავდა რომ თავდაპირველი გეგმა, რომელიც საგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით არსებობდა, შეიცვალა და ეს ასე ვთქვათ, რუსული დროშა ფრიალებდა საქართველოს დროშის ნაცვლად. რატო წელიწად ნახევარი და მე კიდე 5 წელი საერთო ჯამში ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნას თუ დავაჯავებთ, რატო დაჭერდა იმისათვის, რომ ამაზე ხმა ამოეღო? რატო არ იღებენ ხმას ახლა? სადმე იღებს ეს ხალხი ხმას, როცა რუსი ნენელა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პოლიტიკით ნენელა ქართულ მიწებს საოკუპაციო ზონას უმატებს და უმატებს. სადმე გინახავთ ესენი ხმა ამოღებულები და გახარიას პირიქით ედავებიან. მე გახარიას დაცვას კი არ ვიცხებ. პირიქით ედავებიან, საერთოდ რატო იმოქმედეო? რატო უმოქმედოთ არ დავთმეთო? სინამდვილეში ამას ამბობენ, თორე უმოქმედობა რატო დაიცავდა იქ რაიმეს? გახარია ამბობს, რომ 1800 გექტარი იკარგებოდა, ეხლა თურმე 100 გექტარია დაკარგული. თუ ასე მიუდგები, ეს პროცესი გახარიას დაპატიმრებით დასრულდება. ანუ აი რა მოლოდინი გაქვთ და პოლიტიკურ პროცესზე რა გავლენა შეიძლება ამ ყველაფერმა იქონოს? თუ გიორგი თარგამაძესთან თქვი თუ შენთან არ მახსოვს, მაინც დაიჭერს რა. მაინც დაიჭერს ბიზინა ივანიშვილი. როგორ დაიჭერს არ არის ქვეყანაში? მაინც დაიჭერს, დაჭერილი ხარ პოლიტიკოსი თუ ქვეყანაში ვერ ჩამოდიხარ, ხო? დაჭერილი ხარ, და ან ჩამოვა და დაიჭერს. თუ არ ჩამოვა, ხო, მაშინ ვერ დაიჭერს. ახლა ევროპული ქვეყნებიდან ისე ვერ ჩამოიყვანენ იმას, რა ქვია, კაც როგორ ჩამოიყვანეს იმიდან, რა ქვია, აბუ-დაბიდან, კერძო თვითმფრინავით და თუმცა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს. ახლა რთულად წარმომიდგენია თქვენ ახლა ძალიან მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ მეხსიერებაზე აღარაფერს ვამბობს. გავს პრეზიდენტი გვახსოვს დისტანციურად რომ მიიღოს მონაწილეობა. გახარია პირადად ხო არ იყრის კენჭ რა იყო რა პრობლემაა? პოლიტიკური ლიდერია. და მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო და ნაციონალური მოძრაობა ღებულობდა მონაწილეობა საქართველოში. რამე განსაკუთრებული შედარება ძალიან მოწონდეთ გახარიას პარტიაში. ამ შენობა რაც ვის რა მოწონს და რა არ მოწონს, მე მეკითხებით ასეთი რამე თუ მომხდარა და მომხდარა და მინდა სხვათა შორის მინდა ლელუელებსაც მიმართო და რამდენჯერმე მათ შეხვედრაზე უთხარი. არ ყოფილა ქვეყანა, სადაც ბოიკოტს შედეგი მოეტანა და დაიღუპება პარტიები თურმე თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. არა ბატონებო, არ გვინდა ეს მთელი მსოფლიოს ისტორიას რო გადავხოდოთ, იმდენად დიდარი ისტორია გვაქვს. ამ 30 წელიწადში არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკვე არ მომხდარა. ზუსტად გამსახურდია მარტის არჩევნებს 90 წელს. თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ გახსოვთ, მაგაცებს გვახსოვს. ბოიკოტი გამოუცხადა
მაგრამ სწორედ ის გახდა შემდეგ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების სულის ჩამდგმელი. შემდეგ ეროვნულ დემოკრატიული პარტია მიიღო არჩევნებში 95 წელს მონაწილეობა და ბედნიერმა მიცა ხმა 7%-იან ბარიერს, მაგრამ 98-ში დარჩა ბარიერს მიღმა. 2003 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა შევიდა პარლამენტში და გაქრა ამის გამო გულისხმობ მემარჯვენეებს. ასე რომ საქართველოს აქვს ყველანაირი გამოცდილება. ოღონდ როგორი გამოცდილება აქვს, იცი? ყველანაირი. ბოიკოტი გამოაცხადეს და გაქრნენ. ბოიკოტი არ გამოაცხადა მაგალითად აკაკი ასათიანმა ზვიადისტების სხვა ფრთისგან განსხვავებით, მაგრამ ისიც გაქრა. გამოაცხადა ბოიკოტი ზვიადგამსახურდია მერთარჩევნებზე, მაგრამ გამარჯვების სულის ჩამდგმელი სხვა რამეები განაპირობებენ პოლიტიკური პარტიების წარმატებებს და არა არჩევნებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა. წარმატებას განაპირობებს ხალხის მხარდაჭერა და არჩევნები მერე იქნება ამ მხარდაჭერის იურიდიული დაფიქსირება. სწორედ ამიტომ ვამბობ მე, რომ ამ ჩემის აზრით ეს პროცესი იქნება დამაზიანებელი. ჩვენ უკვე დავზიანდებით გარეთ. დემოკრატია რთული პროცესია თუ გითხარი. ხო, რის გამოც გავიხსენე ის კომისია. ვერ ხედავ რა ერთსულოვნები არიან, ერთად ცდილობენ ამენაირად ვიღაცას ემლიქვნელონ ის ყურშა გამამაცდა თუ რაღაცა გაყოყოჩდა მოიყვანეს გახარიას მისამართით და ვერ ხვდებიან ეგუბედურები რომ მათთან უფრო არის ეს ანალოგია, იმიტომ რომ გაყოყოჩებული ყურშებივით უკბენენ და იმაშვებიან გახარიას. ეხლა და იყო დრო, როდესაც გახარიას წინაშე ფეხის წვერებზე დადიოდნენ. ეხლა გაყოყოჩდნენ ყურშები. გაგიჩნდა დღეს რაიმე ემპათია? არა, გახარიას მიმართ ემპათია ვერ გამიჩნდება ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იმ პროცესის მიმართ ცივნისთან დაკავშირებითაც იყო შეკითხვები, პირდაპირ კითხეს რატომ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი მასთან ერთ ოთახში იმ დროს, როდესაც გახარია იღებდა აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებას. დღეს გერმანიის ელჩის მიმართ ხო უარყოფით დამოკიდებულება შეცვლილია, როგორც სხვა არის. მაშინ ჩვენ მქონდა, იმიტომ რომ ის აქტიური მხარდამჭერი იყო ქართული ოცნების. და არ ვიცი, თავის თავს კითხონ, რატომ იმყოფებოდა. ეს შეკითხვა რატო არ დაუშვეს გახარიას დღემდე და მინდა გითხრათ ან ორი ეტყობა სხვადასხვა ადამიანები არიან, უბრალოდ მე ვწდები ალბათ რა, სუბარი ესეთ სახელის და გვარის კაცი, რა ქვია, იმიტომ რომ მე ორი კაცი მახსოვს რა, ერთი რომელიც გახარიას იცავდა და თვალების დათხრას ამართლებდა და მეორე რომელიც დღეს პასუხს თხოვს. ერაფრით ვერ დავიჯერებ რომ ეს ერთი და იგივე კაცია. ალბათ ვწდები და ორი სხვადასხვა კაცია და უბრალოდ სახელი და გვარები ემთხვევა ერთმანეთს რა. მეშლებას ავარაუდოთ რა. მე მახსოვს ეს ადამიანები როგორ ხმალამოღებული იცავდნენ გახარიას. და დღეს ზუსტად იმ ბრალდებას უყენებენ, რა ბრალით ჩვენ წაუყენეთ თავის დროზე გახარიას. იმიტომ რომ იქ ჩვენ პრობლემებს ვხედავდით. ისინი არ ხედავდნენ ამ პრობლემებს და ისინი დღესაც ვერ ხედავენ პრობლემებს მათ ხელისუფლების მოქმედებაში. ამიტომ მოვა დრო და აი ეს ამ კომისიის ხდომა მათივე წინააღმდეგ შებრუნდება გარწმუნებთ. თვითონ იქნებიან თავიანთი თავის ბრალდებლებიც და მერე განაჩენის გამომტანებიც. ისე იქცევიან დღეს. ოღონდ და დავასრულებ. იქ ერთსულოვნება არის იქ, სადაც უფროსი იტყვის, დღეს იტყვის ერთს და გახარია გმირი იქნება, მერე იტყვის რომ გახარია მტერია და გახარია მტერი იქნება. დემოკრატიას აქვს პრობლემა. 10 საკითხიდან 2-შიც რო ვერ თანხმდებოდეთ, შეიძლება შეთანხმება არ შედგეს. დემოკრატია რთულია, იმიტომ რომ დემოკრატიულ სისტემებში ყველა ადამიანს მისი მოსაზრება აქვს, მისი ხედვა აქვს. ბევრი მოსაზრების გაერთიანება რთული პროცესია. ამიტომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში მაინც ყველაზე ჯანსაღია და მაინც გაიმარჯვებს, ოღონდ ამას ყველაფერს დრო ჭირდება. მე ასევე ვამბობ ერთ რამესაც, რომ რადგანაც ჩვენს რიგებში აღარ იქნება ლელო და გახარია, ამით ჩვენც დავსტუსტებით პარტნიორებთან მუშაობაში, იმიტომ რომ აღარ ვიქნებით, ესე ვთქვათ, მთელი ქართველი ხალხის წარმომადგენელი, მაგრამ ეს არჩევნებიც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ჩემის აზრით დაგვანახებს ეს არჩევნები, მისი სულისკვეთება, მისი ტემპერატურა, მისი აქტიურობა დაგვანახებს, რომ ქართველი ხალხის მინიმუმ იმის რა ქვია
ოპოზიციური ელექტორატის ნების გამომხატველი არის სწორედ ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტშია. მადლობა აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ის გადაგვრჩენია, მაინც დაველოდოთ ლელოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დღეს ამით დაგემშვიდობებით. ხვალად მე თქვენ შევხვდებით ერთმანეთს პალტრენიუსის დღის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე გადაცემა 360 გრადუსი კი თქვენთვის მუშაობას უკვე პარასკევს საღამოს გააგრძელებს.